ფილიპეს მკვლელობის დროს საკმაოდ ბევრი კანდიდატი დარჩა ტახტზე ასასვლელად, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ყველაზე დიდი უპირატესობა ჰქონდა მის პირმშოს ალექსანდრეს. როცა ალექსანდრე დაიბადა, ფილიპესთან მოვიდა სამი ბედნიერი ცნობა. ოლიმპიადა აკონტროლებს, როგორ გაიზრდება უფლისწული და თავიდანვე იცოდა ოლიმპიადამ ალექსანდრეს ფასს. სახელოვანი როგორ შეიძლება გავხდეო? სახელოვანი მაშინ გახდეო, თუ ვინმე სახელოვანს მოკლავ. ცას უყურებდა ეს ალექსანდრე და ამბობდა, რომ თურმე რამდენი სამყაროა და მე ერთის დაპყრობაც კი ვერ მოვახერხე. მე ბუცეფალიასაც დაარსებს ინდოეთში დაეყუება ეს ცხენი. აი ბუცეფალა, ბუკეფალა და ალექსანდრე ეს არის რაღაც, არ ვიცი, სიმბოლოა. ხუმრობდნენ, რომ ფილიპესთანვე ხუმრობდნენ, რომ ჩვენი მეფეო ალექსანდრე არის. ხოლო შენო ჩვენ თავარსარდალი ხარ, სტრატეგოს ხარ. უყდებოდა ისიც იცი. ალექსანდრემ კავალერით დაამარცხა თებერლებს, დაუმარცხებელი თებერლები დაამარცხა იქ. ალექსანდრე მიაძახო, შებრიყო, მე ნაბიჯვარი ხარ გონი ვარო და კრატერი ესროლა სახეში, ღვინიცავს კრატერი თას ატალოს. ეგეში დიდი ქორწილი აიგეგმა. ამ ქორწილის მერე უნდა დაიწყოს ლაშქრობა აზიაში, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ჩემო შვილო, შენო მაკედონია ვერ დაგიტევსო. წადი უფრო დიდი საბრძანებლო, დიდი სამეფო მოძებნესადმე. მაკედონია შენ ვერ დაგიტევსო, ისეთი ხარ. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. მოგესალმებით ყველას დროების YouTube არხზე, განვაგრძობთ გადაცემათა ციკლს მოგზაურობა წარსულში, რომელსაც უძღვება ისტორიკოსი გუბას სანიკიძე. კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გუბას და ჩვენს გულშემატკივრებს, მაყურებლებს, ყველას გადაცემის დასაწყისშივე მადლობასთან ერთად მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი დროების YouTube არხი, გამოიწერეთ, მოიწონეთ, გადააზიარეთ. აქ ბევრ საინტერესო კონტენტს ნახავთ, განსაკუთრებით შემეცნებისა და განათლების თვალსაზრისით, ამ მეტად საინტერესო ციკლს გადაცემებისა, რომელიც კაცობრიობის ისტორიაზე მოგვითხრობს. და სანამ დავიწყებთ, ვახსენოთ რა ეტაპზე ვართ მოსული. ჩვენ წინა ლექციებისას გამოვიარეთ ძალიან საინტერესო პერიოდი მაკედონიის როგორც პოლიტიკური სუბიექტის ფორმირების, გამოვიარეთ ფილიპეს მიერ მნიშვნელოვან ძლიერ ანგარიშგასაწევ ფაქტობრივად სახელმწიფოდ ჩამოყალიბების ეტაპი და ასევე გუბაზე მოგვიყვა მოულოდნელობებით სავსე ისტორიის იმ ნაწილს, თუ როგორ დაიღუპა, როგორ გარდაიცვალა ფილიპე თავისი, ასე ვთქვათ, სიძლიერის პიკში ფაქტობრივად, ხო? და მივადექით იმ მომენტს, საიდანაც იწყება ფაქტობრივად მისი შვილის, მემკვიდრის აღზევების, მისი ვარსკვლავის ამობრწყინების ეტაპი და სწორედ აქ უთმობთ სიტყვას გუბას. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა ბატონ გიორგი, მადლობთ ისევ კვლავ და კვლავ არ დავიღლები ჩვენი მაყურებლების და მსმენელების მიმართ, დიდი მადლობა თანადგომისათვის, ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა კომენტარებისათვის, რჩევებისთვის და ასევე დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. მეც მინდა შევუერთდეთ თხოვნას, რომ მხარი დაუჭიროთ დროებას, გამოიწერეთ დროება, მერწმუნეთ, რომ დროება დღესაც ძალიან დიდ როლს თამაშობს და მომავალშიც
არ დავმალავდა ბატონ გიორგის ძალიან საინტერესო პროექტების იდეები აქვს და ამიტომ თქვენი მხარდაჭერით დროება უნდა მოძლიერდეს, იმიტომ რომ დროება ორიენტირებულია მხოლოდ და მხოლოდ თქვენზე, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქართული სახელმწიფოს გამტკიცებაზე, დემოკრატიის გამტკიცებაზე, ცოდნის ამაღლებაზე და ყოველივე იმ სიკეთეებზე, რაც ძალიან ჭირდება ჩვენს ქვეყანას, ასე რომ შემოგვიერთდით ძვირფასო მეგობრებო და გავხდეთ ყველანი კარგის თანამონაწილენი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს ჩვენ დროში და ჩვენს დროებაში. დაუბრუნდეთ ჩვენს მოგზაურობას, ხო, რომელიც საკმაოდ დრამატული არის, დრამატულ სახეს იღებს. სიუჟეტურად ძალიან დატვირთულია, ხანდახან გადატვირთულიც, მაგრამ ერთი რამე არის, ისტორიას ერთი უპირატესობა აქვს, ისტორია არ არის მოგონილი მწერლის მიერ, ან თქვათ რომანისტის მიერ, ან ერთი ადამიანის მიერ. ან ჰოლივუდის სცენარისტების მიერ. ისტორია არის ბიოგრაფია კაცობრიობის, როგორც ყველა ადამიანს აქვს თავის ბიოგრაფია, ისე კაცობრიობასაც თავის ბიოგრაფია აქვს და ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას, გავკადნიერდები, ძალიან მაღალი კატეგორიის სიტყვა მისია, მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავიჩემოთ, რომ ჩვენს მისიას ვაგრძელებთ, რომ ჩვენს ტელემაყურებელს, ქართველებს, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს გაუწყოთ თუ რა არის საფუძვლები ევროპის. ამდენი საუბარი, სამწუხაროდ საკამათოც კი გახდა, ევროპა კარგია თუ ცუდია ჩვენთვის, რისი ნაწილი ვართ ჩვენ გეოგრაფიურად, კულტურულად, ცივილიზაციურად, ესეც კი საკამათო გაგვიხდა, მაგრამ მაინც მადლობა ღმერთს, ჩვენი ხალხის და ჩვენი ერის უდიდესი ნაწილი მაინც ორიენტირებულია იმ დიდ მას ასე დაუბრუნდეთ ჩვენს თემატიკას, დაუბრუნდეთ თითქმის 25 საუკუნით გადავიწიოთ ახლა წარსულში, დაუბრუნდეთ მაკედონიას. 336 წელი არის და მოხდა ძალიან დიდი, მე რომ გითხოთ, პირველი ყველაზე დიდი პოლიტიკური მკვლელობა დავარქვათ ასე. ევროპის ისტორიაში ეს არის ფილიპეს მკვლელობა, მაკედონიის მეფის. პირველი დიდი ევროპელი მეფის მკვლელობა მოხდა მისვე დაცვის წევრის მიერ. მისვე ჰეტერმა მოკლა ბავსანიასმა. ამაზე მოგვიანებით კიდევ გავჩერდებით, ახლა ჩვენ ესე გავყვრით მოიხსენიეთ ჩვენს წინა მოგზაურობაში რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ მე ვთვლი რომ რაღაც დეტალები უნდა შემოვიტანოთ, მაინც რა მოხდა, ბოლომდე გარკვეული მაინც არ არის, მაგრამ ვერსიებია რამოდენიმე და ვფიქრობ, რომ ჩვენს მაყურებელს უნდა გავაცნოთ. ეს რაღაცა პოლიტიკურ დეტექტივიც არის ეს რა და სხვათა შორის სააზროვნოთაც არ იქნება ცუდ გონების გავარჯიშების, ვინ შეიძლება ყოფილიყო. მაშა ასე ეგეში თავისი ქალიშვილის ქორწილში მოკლეს ფილიპე. ძველ დედაქალაქში დინასტიის თავარი ქალაქი რაც იყო, ანუ ბუდე, არგიადების ბუდე სადაც იყო, იქ მოკლეს ფილიპე და აბსოლუტურად გადატრიალდა ყველაფერი. ხო, მაგრამ ახლა სამდე გავაგრძელებთ ამას, ახლა რა მემკვიდრეობა დატოვა ფილიპემ, ხო? ფილიპემ დატოვა ფაქტიურად გაერთიანებულ ბალკანეთის ნახევარკუნძული. თავის ყველაზე დიდი მასშტაბებით, ანუ დაწყებული მდინარე დუნაიდან დამთავრებული პელოპონესამდე, ანუ სამხრეთ საბერძნეთამდე, ეს არის ერთი მონარქიის, ერთი ძალის გამგებლობაში, ქვეშემრდომობაში და ხდება მობილიზაცია. ანუ შეიკრა დიდი პან-ელინური, ანუ საერთო ბერძნული კავშირი. და როცა ჩვენ ამ შემთხვევაში უკვე საერთო ბერძნულს გულისხმობთ, ანუ პან-ელინურს, აქ უკვე აუცილებლად უნდა მივათვალოთ მაკედონია, იმიტომ რომ მაკედონია ამის ნაწილია, თან უმთავრესი ნაწილი, სამხედრო ნაწილი, მილიტარისტული ნაწილი, აგრესიული ნაწილი და ფილიპემ ეს მოახერხა მართლაც, რომ გრანდიოზული მემკვიდრეობა შექმნა. ბევრი ომის, ბევრი სისხლის, ოფლის, დიპლომატიის, ოქროსი, ვერცხლის,
ფასად მან მოახერხა ის, რაც აქამდე თითქმის შეუძლებელი იყო და გარდასული დიდი ბერძნების იდეებში ეს ლამის ღაპრად ითვლებოდა, ხო, რომ იქნებ ბერძნებმა თავი მოვიკრიბოთ. ხო. მან შექმნა ელინების, ბერძნული კავშირი, ამას თანამედროვე ისტორიკოსები კორინთოს კავშირს ეძახით, ხო, იმიტომ რომ კორინთოში გაიმართა ეს კონგრესი, სადაც მთელი ბერძნული სამყარო სპარტის გამოკლებით ყველა პოლისი ჩამოვიდა და დაიდო ხელშეკრულება ხან. მოკლედ რო გავიაროთ რა გადაწყდა ესე იგი საყოველთაო მშვიდობა, საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია, საყოველთაო ლოჯისტიკური უსაფრთხოება, გზების როგორც ხმელეთის საზღვაო გზების უსაფრთხოება, პოლიტიკური დევნა იკრძალა საბერძნეთში. პოლიტიკური ნიშნით ადამიანის დევნა. აიგრძა დადასტურდა სტატუს კვო იმ ქალაქებში, პოლისებში, სადაც ოლიგარქიული მმართველობა იყო, რჩებოდა ოლიგარქიული მმართველობა, სადაც დემოკრატიები იყო, იქ რჩებოდა დემოკრატიული მმართველობა. ოღონდ ერთი პირობით, ყველა თავის ქალაქში აბრუნებდა პოლიტიკურ დევნილებს. პოლიტიკური დევნა აიგრძალა საბერძნეთში. არავითარი ხარკის გადახდა, არავითარი საერთო ყულაბა, ფოროსი რო ქონდა ათენს, იმიტომ რომ ფილიპემ კარგად იცოდა ათენის პირველი არქეს დაშლა და მეორე არქეს უდღეურობა ზუსტად აქედან მოდიოდა, რომ მოკავშირეებს არ მოწონდათ ხარკის გადახდა. მაგრამ ფილიპემ ყველა ბერძნულ ქალაქს დაუწესა კვოტა, სამხედრო კვოტა, ვინ რამდენ მეომარს გამოიყვანს, ვინ რამდენ გემს აღჭურავს საბოლოო მიზნისათვის, კერძოდ სპარსეთის წინააღმდეგ ლაშქრობისათვის. ფილიპე გამოცხადდა საბერძნეთის ჰეგემონად, მეთაურად, ხელმძღვანელად და გარდა ამისა მას კონკრეტულად სამხედრო წოდებაც მიენიჭა. სტრატეგოსი ავტოკრატორი, ის გახდა სრულიად საბერძნეთის და მაკედონიის სტრატეგოსი ავტოკრატორი, მთავარსარდალი ეს. და ის გეგმავს უკვე სრული მზადყოფნა არის იმისთვის, რომ აზიაში გადავიდეს და სპარსეთის იმპერიას დაესხას თავს და აზღვევიოს ის სიბოროტები, რაც ქსერქსეს ლაშქრობის დროს და მანამდე დარიოსის ლაშქრობის დროს დამართეს სპარსელებმა ბერძნებს. ოღონდ ერთი თემა აქვს მას მოსაგვარებელი, ეს არის ბოლო, არა გადამწყვეტი, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი. მას აქვს ოჯახური პრობლემა მის ერთ-ერთ ცოლთან, ოლიმპიადასთან. 7 ცოლი ყავდა ფილიპეს, ვიცით, მაგრამ ოლიმპიადა იყო ყველაზე მაღალი გვარი, სამეფო დინასტიიდან იყო. მას სხვა ცოლებიც ყავდა, მაგრამ სამეფო დინასტიის წარმომადგენელი მას არც ერთი ცოლი არ ყოლია და ოლიმპიადა ამ დროს გაქცეული არის თავის ძმასთან ეპირში, ალექსანდრე ეპირელთან, ალექსანდრე მოლოსელთან, ორი სახელი აქვს ამას. მოლოსების სამეფო ერქვა. ეპირი ქვეყანაა გეოგრაფიული, მაგრამ თვითონ სამეფოს ერქვა მოლოსების სამეფო. თავის ძმასთან არის გაქცეული და ფილიპეს რა თქმა უნდა არ უნდა, რომ ისეთი ძლიერი ოპონენტი, როგორც მისთვის ოლიმპიადა იყო, მისი ცოლი, დარჩეს ზურგს უკან და თქვათ იგივე პიროტებთან, მოლოსებთან რაიმე პრობლემა შეიქმნას. ამიტომ მან ეს პრობლემა უნდა გადაწყვიტოს. და გადაწყვიტოს როგორ თავისი და ოლიმპიადას საერთო ქალიშვილი, კერძოდ ალექსანდრეს უმცროსი და კლეოპატრა მიათხოვა ბიძამის, ოლიმპიადას ძმას ალექსანდრე მოლოსებს და ეგეში დიდი ქორწილი აიგეგმა. ამ ქორწილის მერე უნდა დაიწყოს ლაშქრობა აზიაში, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ამას მე ისევ დაუბრუნდები. ფილიპეს მკვლელობის დროს საკმაოდ ბევრი კანდიდატი დარჩა ტახტზე ასასვლელად, მაგრამ გადამწყვეტი მაინც ყველაზე დიდი უპირატესობა ჰქონდა მისი და ოლიმპიადას პირმშოს ალექსანდრეს და მოდი ახლა შევუდგეთ ალექსანდრეს ბიოგრაფიას, დავიწყოთ ბავშვობიდან და გამოვყვეთ მერე. ამ პოლიტიკურ მკვლელობასაც დაუბრუნდებით ჩვენ. ალექსანდრე დაიბადა 356 წელს, სავარაუდოდ. საბოლოოდ მაინც შეთანხმებულია, რომ ეს წელი არის. ფილიპე მაკედონელისა და ოლიმპიადა ეპირელის, მოლოსელის ოჯახში.
დაიბადა ბიჭი. როგორც ცნობები გვეუბნებიან, კერძოდ პლუტარქი ამბობს, რომ იმ ღამით ეფესოში, კერძოდ იონიაში, მცირე აზიაში ბოროტმა გენიამ და ორქოთ ასე ჰეროსტრატემ დაწვა არტემიდეს ტაძარი ეფესოში. მოგეხსენებათ, ძვირფასო მეგობრებო, არსებობს 7 საოცრება და ერთ-ერთი ამ საოცრებათაგანი იყო არტემიდეს, ქალღმერთ არტემიდას ტაძარი ეფესოში, გრანდიოზული ტაძარი იყო. და ჰეროსტრატემ დაწვა ისა, როცა კითხეს მას, რატო ქენიეს, მან თქვა, რომ მე ისტორიაში მინდოდა შესვლა და მართლაც შევიდა. ისტორიაში სხვადასხვანაირად შედიან ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ იგრძელებოდა მის სახელის ხსენებაც. მიუხედავად იმისა, რომ აიკრძალა მისი სახელის ხსენება, მაგრამ როცა რაღაცას გრძალავ, აკრძალული ხილის არ იყოს რა, ის რჩება და დღეს რა ვიცი, ხო ბავშვებმაც კი იციან სკოლაში, ხო ვინც კარგად სწავლობს ისტორიას, ჰეროსტრატე დარჩა, ეს ბოროტმოქმედი. იმ როგორც ამბობენ, იმ დღეს დაიბადა ალექსანდრე. მერე ბერძნები ერთმანეთს როცა ხვდებოდნენ, მაგრამ ჩვეულებრივ ბერძნები ან ქუჩაში, ან გზაზე, ან სადმე გადაეყრებოდნენ, ამბობდნენ, რომ ქალღმერთმა როგორ დაუშვა თავისი ტაძრის დაწვა, როგორ ვერ დაიცვა. ჩვეულებრივ ბოროტმოქმედი მოკვდავისგან, ადამიანისგან და აყოლებდნენ ხოლმე ასეთ რაღაცას, ხო. რელიგიური ანეკდოტით შეიძლება დავარქვათ ამას, რომ არტემიდამ მიტო ვერ დაიცვაო თავის ტაძარი, იმიტომ რომ ოლიმპიადას ეხმარებოდა მშობიარობაში. ალექსანდრეს შობაში. ხო, ეს ერთ არტემიდა ქალღმერთ, ნადირობის ქალღმერთია, აი რომაულში მერე ლათინურ პანთეონში ეს არის დიანა. ხო, აპოლონის ტყუპის ცალია. ღმერთი აპოლონის ერთად დაიბადნენ კუნძულ დელოსში. ოლიმპიადა დიანა ერთი და იგივეა. უკაცრავად არტემიდა და დიანა ერთი და იგივე არის, ხო? და მისული გარდა ნადირობისა ის იყო მფარველი მშობიარე ქალების, ფეხმძიმე ქალების მფარველიც იყო არტემიდა და ამიტომ იქ იყო პელაში. ანუ თლად უსაფუძვლო ვერსია არა? თლად უსაქმურათაც უსაქმურათაც ქალღმერთი. დებია ქალობას. ასე ამბობდნენ ბერძნები რა და მე ამბობდნენ, რომ დიდი ადამიანის დაბადებას რაღაცა დიდი უბედურება უნდა უძღოდა წინ, მაგრამ ახლა მეორე ამბავიც არის პოზიტიური ამ შემთხვევაში. როცა ალექსანდრე დაიბადა, ფილიპესთან მოვიდა 3 ბედნიერი ცნობა. როცა ალექსანდრეს დაბადება გაიგო ფილიპემ. პირველი მისმა ჯარებმა აიღეს ქალაქი პოტიდეა. მერე მისმა სარდალმა ერთ დღეს გაიგო ეს ამბები ფილიპემ. ეს არ ნიშნავს ერთ დღეს მოხდა, მაგრამ მეფესთან ინფორმაცია ერთ დღეს მოვიდა. ბიჭი გაუჩნდა ტახტის მემკვიდრე, ამდე ყავდა უფროსი შვილი ფილიპე არიდეი, ამაზე ვილაპარაკეთ, მეგონება სუსტი იყო ეს. ხო. ბიჭი გაუჩნდა, ჯანმრთელი შვილი, პოტიდეა აიღეს. მისმა სარდალმა პარმენიონმა უმძიმეს ბრძოლაში ილირიელები დაამარცხა და ეს ამბავი ჩამოუვიდა და კიდევ ოლიმპიიდან ამბავი ჩამოუვიდა, რომ მისმა ცხენებმა გაიმარჯვეს ჩემპიონატზე. ამბობენ, რომ ფილიპე ისეთ ბედნიერი იყო, რომ ღმერთებს შეძახა, რომ დიდი მადლობა ღმერთებო, მაგრამ ასე ბედნიერიო რო ვიყო, მეშინიაო და იქნებ რაღაც პატარა უბედურებაცო დამმართოთო რა. ამბობენ, რომ ასეთი რამე თქვა ფილიპემ, ხო. ახლა საინტერესო რა არის, ახლა როგორ ვითარებაში დაიბადა ახლა ალექსანდრე, ხო, რა დახვდა სამემკვიდრეოდ, მას დახვდა გაერთიანებული საბერძნეთი. ამასაც უნდა დაუბრუნდეთ ჩვენ ახლა რა. ფილიპე მოახერხა რა, რომ შიდა ბერძნული მტრობა გადააქცია შიდა ბერძნულ მშვიდობად და საგარეოში გადაიტანა, ანუ შიდა მშვიდობა უდრის საგარეო აგრესიას. ხო, სპარსეთის წინააღმდეგ.
მან შექმნა ევროპის კი არა და მსოფლიოს ისტორიაში ჩინეთში იყო ასეთი ამბავი, მაგრამ ახლა ჩვენ ჩინეთი მაინც იზოლირებული ცივილიზაცია ხდავანებოთ თავ მე შეიძლება დრო მოვა შეიძლება ჩინეთსაც ვისაუბროთ, მაგრამ ჯერ ევროპაა ჩვენ თავარი ამოცანა და მიზანი. ჩვენთვის ცნობილი და მახლობელი ცივილიზაცია რაც არის ეს მედიტერანული, ახლო აღმოსავლეთი, თქვათ, ხო, მე ევროპული პირველი რეგულარული არმია შექმნა მან. რეგულარული არმია რას ნიშნავს ძვირფასო მეგობრებო? როცა ყველა ბრძოლის უნარიანი მამაკაცი არის ვალდებული, სამხედრო ვალდებული და მე როცა ის ჯარში მიდის, მას აიარაღებს სახელმწიფო. აქამდე რა გქონდა ჩვენ პოლისური მილიცია, ანუ ჰოპლიტური სისტემა, მოქალაქეები, თავისუფალი მოქალაქეები, თვითონ ვარჯიშობენ, თვითონ იარაღდებიან, ქონებრივი ცენზები არსებობს და ვის რა შეუძლია, ვიღაცას ცხენის ყიდვა შეუძლია და კავალერიაში მსახურობს, ვიღაცას მარტო ჰოპლიტის აღჭურვილობა შეუძლია მძიმე ქვეითის და იმას თვითონ თავის ხარჯით იძენს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფილიპემდე ბერძნები ომობენ ან პოლისური მილიციით, ან უკვე პელოპონესის ომის მე როცა უკვე პროფესიონალები გაჩნდნენ, ანუ მოქირავნეები. ახლა პოლისური მილიციის სისუსტე არის ის, რომ ეს არ არის რეგულარული ჯარი. და ნებაყოფლობითია. ომში წასვლა მოქალაქისთვის არ არის ვალდებულება, ეს აუცილებლობა, ეს არის მორალური ვალდებულება. ხო, მაგრამ არა, თქვათ, რაღაც კანონში არ წერია ეს. შეეხება ახლა მოქირავნებს, ისინი პროფესიონალები არიან, მაგრამ ძალიან არამდგრადები არიან. შეიძლება მხარე შეიცვალონ. გააჩნია ვერცხლის წონას და ოქროს წონას. მოტივაცია არის მარტო მოგვიანებით მე ევროპაში როცა მოქირავნეების განსაკუთრებით 30 წლიანი ომი როცა მიდიოდა რელიგიური ბრძოლები, ომები მიდიოდა ევროპის ტერიტორიაზე, იქ მოქირავნეები თავარი დამტყმელი ძალა იყო, მაგრამ იქ კოდექსი შემუშავდა, რომ გადასვლა არ შეიძლება, იმიტომ რომ ერთხელ თუ მოქირავნე შეიცვლის ბანაკს, ის სანდო არ არის, არავინ აღარ დაიქირავებს და მშიერი მოკვდება. მაგრამ ამ დროს ეს ასე არ არის. ვინც უფრო მეც გადაგიხდის, იქ მიდიხ. მაგრამ ამან შექმნა მონოლითი, ეროვნული, ნაციონალური არმია შექმნა. მილიტარიზმი შემოიღო, თქვათ, იმაში, რა ქვია, მაკედონიაში, ახლა მანამდე ათენი განვიხილდა, სპარტაში როგორ იყო სპარტიატები იყვნენ მარტო მეომრები, ან ჩენებს ან იხმარებდნენ, თქვათ, პერიეკებს, ან ჰილოტები გაყავდათ მსუბუქ მეომრებად, მე ჯარშის მძიმე მეომრებათაც გაყავდათ, მაგრამ ეს არ იყო რეგულარული არმია, მანამდე ბერძნულმა სამყარომ არ იცოდა, ფილიპემ შექმნა. და უნიფიცირება მოახდინა იარაღის, ამუნიციის, ლოჯისტიკის და ყველაფერი. ანუ თანამედროვე არმია ჩვენ როგორც ვიცით, აი გაწვევა, საერთო ფორმა და წვრთნები აბსოლუტურად ყველაფერი, ხო? ეს ფილიპეს მოგონილი. და აღჭურვილობის სტანდარტიზაცია. რა თქმა უნდა, ეპამინონდე, რომელიც თებეში იყო დიდი სამხედრო რეფორმატორი, მასაც კი არ გაუკეთებია. თებეს ჯარი არ იყო რეგულარული. გარდა ამისა, ეს იყო დამყარებული არაწარმოებაზე, არაქონებრივ ცენზზე, არამედ ღირსებაზე, სიმამაცეზე. იერარქირებული იყო და ფილიპეს ჯარში, მაკედონურ ჯარში ფასდებოდა ორი რამე, ერთგულება და სიმამაცე. იყავი ერთგული მეფის, იყავი მამაცი, შენ დაწინაურდებოდი, შენ ოფიცერი შეიძლება გამხდარიყო, შენ სარდალი შეიძლება გამხდარიყო. რა თქმა უნდა, სარდლების უმრავლესობა გენერალიტეტი დავარქვათ, თანამედროვე გაგებით ეს ჰეტერებიდან მოდიოდა, არისტოკრატიიდან ჩვენ გავიარეთ, როცა სამეფო აგემა შეიქმნა, ხო, მაგრამ ნებისმიერ, აი თანამედროვე გაგებით, ნებისმიერ ჯარისკაც ფალანგით შეიძლება პოლკოვნიკი გამხდარიყო. მილიტარული მერიტოკრატიის ელემენტები. დიახ, სამხედრო ელიტა, თან ნაციონალური, შეკრული, მილიტარიზებული ჯარი შექმნა. სადაც ფასდება მარტო ღირსება თითვლება სიმამაცე და ერთგულება მეფის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია და
გადამწყვეტ როლს ითამაშებს, ხო? ვერ მდიდარი ქვეყანა დატოვა ფილიპემ. ფინანსურად გამართული ქვეყანა დატოვა. მაკედონელი მეფე მანამდეაც არ უჩიოდნენ, თქვათ იმას, რა ქვია, სიღატაკეს, თუმცა ამის დროებაც და ეპოქებიც ჰქონდათ, მაგრამ პანგია აქვთ მათ, ოქროს საბადოები აქვთ, ვერცხლის საბადოები აქვთ. ბაჟიდან ბევრი შემოზდით ფული, დახარკული მეზობლები ყავთ, ამიტომ მმართველისთვის საჭირო მიწების საკმაოდ დიდი ტერიტორია თავისიც გაუჩნდა ჩრდილოეთში. რა თქმა უნდა, აბარა. ხო, ამიტომ ხაზინა სავსეა. ფილიპეს სიკვდილის დროს ხაზინა სავსეა და ელვარებს პელას სასახლე. ელვარებს მაკედონური სამეფო. ბევრი ადარებს, რომ აი პერიკლეს დროს როგორც ელვარებდა ათენი, ხო, უმდიდრეს. პერიკლეს ათენის მსგავსი შექმნა მან. სიდიადე, სიმდიდრე, ძლევამოსილება. ელაში ვინც ჩადიოდა, ყველა გრძნობდა, რომ ეს იყო ძლიერი სახელმწიფოს დედაქალაქი. იმიტომ რომ როცა ეგედან გადაიტანეს პელაში, ფილიპემ გაამშვენიერა, გააძლიერა და ულამაზეს ქალაქი იყო სამწუხაროდ ახლა. დღეს არ ვიცი, პელა ვიცით სადაც არის, მაგრამ ფილიპეს პელა და ამფერი არ დარჩა, იმიტომ პელა ბევრჯერ დაინგრევა მერე. დიდ განსაცდელებს გამოივლის ეს სამეფო, მაგრამ წარმოუდგენლად გამძლეა შინაგანი ორგანიზმი მაკედონური სახელმწიფოსი, სადაც ჯარისკაცი ფალანგიტი არის თავისუფალი მაკედონელი გლეხი, ან მთიელი, ან ბარელი. თავისუფლები არიან ისე, ზემონებად არ არიან დაბადებული. ემორჩილებიან მარტო მეფეს და პოლიტიკური გავლენა აქვს არმიას. არმია წყვეტს ყველაფერს, მათ შორის ვინ იქნება მეფე. ხო, ალექსანდრეს დაბადებას დაუბრუნდეთ, ახლა როცა დაიბადა, ახლა დედამისის გავლენის ქვეშ მოექცა თავიდანვე, მაგრამ საინტერესოა, ხო, გამზრდელები ჭირდება მას, ვინ გაზრდის უფლისწულს, ხო? ახლა ფილიპე სულ სალაშქროდ იყო. ლაშქრობიდან რო ბრუნდებოდა პელაში, ხრეობდა. ხრეობა უყვარდა ფილიპეს, ნადიმი უყვარდა, დროსტარება, მექალთან იყო საშინელი. ხო, და ამიტომ აღზრდა, ჩააბარა ოლიმპიადას. ოლიმპიადა არის, ოლიმპიადა აკონტროლებს, როგორ გაიზრდება უფლისწული და თავიდანვე იცოდა ოლიმპიადამ ალექსანდრეს ფასი, თავისი შვილის. ძიძად აუყვანა თვითონ ესა მაკედონელი ქალი ლანიკა. დიდგვაროვანი ქალი იყო და ლანიკამ გაზარდა, ძიძა იყო ლანიკა. ძალიან უყვარდა ალექსანდრეს მე. ერთი რამ დავიმახსოვროთ, ლანიკას ძმა იყო, ლანიკას ძმა ყავს, კლიტოს შავი. ალბათ ძვირფას მეგობრებო, ახლა საორიენტაციოდ ფილმი, რაც გადაიღეს ალექსანდრე, რომელიც აბსოლუტურად შორს არის სინამდვილისგან, იქ რო კლავს კლიტოს შავს, რო შემოაკვდება. ეს არის ლანიკას ძმა. მისი ძიძის ძმა. მისი ძიძის ძმა. სხვათა შორის ლანიკას ოჯახი გამოირჩეოდა ერთგულებით ფილიპეს ოჯახის მიმართ და ლანიკას შვილებიც და ძმებიც, ორი ძმა დაიღუპა მანამდე ფილიპეს ჯარში ომობდნენ. ეს არის ერთგული გვარი, ერთგული ოჯახი და მე ალექსანდრეს როცა სიმთვრალეში შემოაკვდება კლიტოს შავი, ხო? მარაკანდაში, მარაკანდა ერქვა იმ ქალაქს. თანამედროვე სამარყანდი. ბაქტრიაში, როცა მოკლავს. მერე ჯერ ხო ეს კლიტოს შავი ძალიან უყვარდა ალექსანდრეს და მერე ტიროდა იქა, რომ რა უთხრა ჩემ ძიძას, ლანიკას როგორ დავენახო. ძმა მოუკალე. ძმა მოუკალე ჩემ გამზრდელს. მთელი ცხოვრება უყვარდა ლანიკა ალექსანდრეს. გარეგნობა როგორი ქონდა ახლა? ფილმში არის ალბომღაც ქერა გამოყვანილი. არ იყო ქერა, იყო წაბლის ფერი თმები ქონდა.
აღიელი იყო, აღიელი ძვირფასო მეგობრებო, ძველ ქართულად ნიშნავს რას, იცით, სხვადასხვა ფერის თვალები ჰქონდა. ამბობენ, რომ მარჯვენა თვალი ჰქონდა შავი, ალექსანდრეს და მარცხენა ჰქონდა ლურჯი. ამიტომ ამას ძველ ქართულად ქვია აღიელი. შეგვხვედრია კიდევაც მე მგონი იშვიათად, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა ფერის თვალები აქვთ. ამბობენ, რომ ალექსანდრე აღიელი იყო. ტანად არ იყო გოლიათური წარმოდგენისა, მაგრამ იყო ფიზიკურად ძალიან განვითარებული, თუმცა ბავშვობიდანვე ვარჯიში, ახლა ბერძნული და ითუმეტეს მაკედონური ცხოვრების წესის მამაკაცისთვის ეს არის მუდმივი ვარჯიში. მას ყავდა გამზრდელი, მთავარი გამზრდელი, ვინც პასუხს აგებდა, ახლა ლანიკა ქალი იყო, ძიძა იყო, მთავარი გამზრდელი იყო ლეონიდე ეპირელი. ამბობენ, რომ ბიძათ ეკუთვნოდა, იმიტომ რომ ოლიმპიადას ნათესავი ჩანს ეს ლეონიდე ეპირელი, რომელიც იყო უმკაცრესი კაცი. მეორეც ყავდა ლისიმაქე აკარნანიელი და ეს ორი კაცი ზდიდნენ. ახლა ლეონიდე იმდენად მომთხოვნი იყო, რომ ესე იგი ძალიან ბევრ ამას უკრძალავდა. ჭამას უკრძალავდა. მის საძინებელ ოთახში პატარა რო იყო ალექსანდრე შედიოდა და მაშინ ეძებდა სადმე ნუგბარი დედამისმა, ან ქალებმა, ან ლანიკამ რამე ხო არ მიწეს. გადაიცდინა დედიკო პირში ლუკმა, ბოლო ლუკმა, ხო? ახლა ქალია მაინც, შვილი ისთვის ის არის ახლა. ამიტომ ლეონიდე ძალიან იმაშებოდა, აქცევდა ამას ყურადღებას. ძალიან ცოტას აჭმევდა ალექსანდრეს და ამ ქალებს უკრძალავდა, რომ საჭმელი არ მიცეთ. ერთხელ ალექსანდრე ან ზომიერ კვებას აჩვევდა. ზომიერ კი აშიმშილებდა. სპარტისდან რაღაცები ქონდა, აგოგეს რაღაცა ნიშანთვისებები ქონდა ფილიპე დროს გადმოიღეს. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. ამიტომ ეს ლეონიდე ესეთი იყო, ისიც ლისიმაქე აკარნანიელიც თანაშემწე იყო. აკარნანია იყო ეპირის სამხრეთიდან მონაპირე ბერძნული ქვეყანა, ვარქვათ ასე და როგორც ჩანს რაღაცა ურთიერთობა ჰქონდათ ახლა. ეს ორივე აღმზრდელი მოიყვანა ოლიმპიადთან. ერთხელ ალექსანდრე არჩევდა მომჭერნეობას. ლეონიდე ძალიან მკაცრი იყო. ძია ლეონიდე ასე ეძახოდა. როგორც ჩანს დედამისი ნათესავი იყო. ლეოძია. ლეოძია, კარგია. ერთხელ ალექსანდრე მას გუნდრუქს უკმევდა ღმერთებს. ახლა როგორ იყო წარმართობაში კი არა და ქრისტიანობაშიც არის, ხო? საკმეველი. საკმეველი საერთოდ ძალიან ძვირფასი საქონელი იყო და სიმდიდრეში ითვლებოდა, ტალანტობით თვლიდნენ. ფულის ერთეული იყო საკმეველი. სხვათა შორის როგორც ოქრო და როგორც ვერცხლი, ასე და წონა-წონაში მიდიოდა. ერთხელ ნახე, რომ ძალიან ბევრი საკმეველი დაუყარა ღმერთებს.
დასაწვავად. მან ალექსანდრემ პატარა იყო მაშინ და ლეონიდემ უთხრა რომ ამდენს ვერ მოხარჯავ. ჯერ დაიპყარი ის ქვეყანაო, სადაც ეს ბევრი მოიპოვებაო და მერე დააღარე ამდენი. და მე ლაშქრობაში რო არის ალექსანდრე, უკვე ღაზას რო ალყა შემოარტყამს უკვე არაბეთში რო შედის. ეს სხვა ღაზაა, ხო? და რა ის ღაზა. ღაზას არაბეთში. აიღებს კაცო იქ დიდი ბრძოლები ექნება. როცა უკვე ლაშქრობს და სპარსეთს ეკუთვნოდა მაშინ. ახლა იქ უკვე ეს საკმეველი და ეს მური და ეს გუმფისი, ასე ქვია ქართულადაც, ხო, ეს გუნდრუკი, სადაც ბევრი მოდიოდა, ხო? მაშინ 500 ტალანტი გამოუგზავნა ამას მაკედონიაში თავის გამზრდელს. 500 ტალანტი გამოუგზავნა საკმეველი და 100 ტალანტი გამოუგზავნა მური, ანუ გუმფისი. ისიც საკმეველი. წერილიც მოაყოლა. ალექსანდრემ თავის გამზრდელს გამოუგზავნა, ახაო შენო ჩემგან საჩუქრათო და ღმერთებთან არ იწუწურაკო. ეკონომია იუმორიც ქონდა, ნუ ახლა ხო არ გააბრაზო ღმერთები, ნუ გამოუზოგავ ღმერთებს, დაყარე და შეწირე დაწვი ხო ის მას სურნელს აფრქვევდა ტაძრებში და ეს ითვლებოდა რომ ღმერთებსაც სიამოვნებდა ეს სურნელი. ხო ბევრი ამბობდა მასე რომ ისეთი წარმოშვების არის, ახლა მე რაღაცა ლეგენდებს ხოთუშურის ისიც ავრცელებდა ამას, ყოველ შემთხვევაში ხელს არ უშლიდა ოლიმპიადა, რომ ეს ფილიპეშვილი ახლა ზევსის შვილია საერთოდ. მის ძარღვებში დაედინება იქორი ძვირფასო მეგობრებო არის ღმერთების სისხლი. რომ ალექსანდრეს ძარღვებში დაედინება იქორი. ოლიმპოელი ღმერთების სისხლი. სხვათა შორის მის საღვთო წარმომავლობას მერე დაადასტურებენ ეგვიპტელი ქურუმები. სივასის ამონის ტაძარში ისინი იძლეოდნენ სხვათა შორის ლეგიტიმაციას. გახსოვთ თქვენ კამბის რო უნდოდა რომ ლეგიტიმაცია მიეღო ეგვიპტელი ქურუმებისგან და სივასში რო ჯარი გააგზავნა 50,000 კაცი და რო დაიკარგა იქა. მაშინ იმან ვერ მიიღო ეს საღვთო ლეგიტიმაცია. აი ალექსანდრეს ეგვიპტელები მიცემენ ამას. ეტყვია რომ შენ ფილიპეშვილი კი არა, შენ ამონის შვილი ხარ. ბერძნები ტოლობას უდებდნენ, მაგალითად ამონს თვლიდნენ რომ ეს ეგვიპტელების ზევსია. ასე თქვა, ამას მერე გავივლეჭო. იქორი დადის მის ძარღვებში, დაედინება. ძალიან ამბიციური ბიჭი იყო თავიდან, ახლა გასაგებია კაცო, ისეთ ხალხს აქვს ამბიციები, საერთოდ ახლოს რა უნდა გაეგაროს. უფლისწულია, ოქროს ბიჭია. ფილიპეს ძე არის, ოლიმპიადას ძე არის. ვიღაცები ამბობენ რომ ზევსის შვილია საერთოდ. ბავშვობიდან ამბიციური იყო, მე როცა ასწავლინე, მე მასწავლებლებსაც გავივლით, რომ არისტოტელე რო ეტყვის, რომ ბევრი სამყაროებია კოსმოსში. ხო, ცას უყურებდა ეს ალექსანდრე და ამბობდა, რომ თურმე რამდენი სამყაროა და მე ერთის დაპყრობაც კი ვერ მოვახერხე, ხო. მე მეგობრები ყავდა თავისი კბილა, თავისი და თანატოლები, ჰეტერების, ფილიპეს პირველი თაობის შვილები და შვილიშვილები, ხო ერთად იზრდებიან ესენი. თავის მეგობრებს ეუბნებოდა პატარა, რომ გაიგებდა მამამისის გამარჯვება, რომ ჩამოვიდოდა საიდანაც, რომ ისინი დაამარცხა, ისინი დახარკა, ისინი აიღო, იქ ქალაქი დაანგრია. სულ ეუბნებოდა თავის მეგობრებს, რომ ვაი თუ მამაჩემმა ყველაფერი დაიპყროს, მე არაფერი აღარ დამრჩება დიდებისთვის. ასე შეშჩივლებდა თავის მეგობრებს. ძალიან კარგი მეგობარი იყო. მეგობრობა იცოდა. პატივს სცემდა მეგობრებს, მაგრამ დისტანციაზე ყავდა მაინც. თავის ფასი იცოდა. მერე რო წამოიზრდება, იყო ფანტასტიკური მორბენალი. ალექსანდრე დაუღალავი მორბენალი იყო, ათლეტი იყო. ახლა ბერძნებში და მაკედონელებში ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, ყველა სპორტსმენი იყო ფაქტიურად რა.
ყველა მამაკაც ხო შესთავაზეს რომ ოლიმპიადაზე ხარ წახვალ ხარ მიიღებ მონაწილეობას უფლისწული არა ჯერ წავალო მივიღებო მონაწილეობას ოღონდ ერთი პირობითო რომ ჩემი მეტოქეებიც უფლისწულები უნდა იყვნენ ჩვეულებრივებთან არ მივიღებო მონაწილეობას თავის ფასი იცოდა იყო სწორუპოვარი მხედარი მაგარი ცხენოსანი იყო მორბენალი იყო ნადირობა უყვარდა მოკრივე იყო მოჭიდავე იყო ასეთი სპორტის სახეობა რაბდომახია მახია ბრძოლას ომს ნიშნა ეს არის დაშნებით ბრძოლა მოკლე ხმლებით ბრძოლა ამაში იყო ძალიან მაგარი რაბდომახია უყვარდა დაშნებით ბრძოლა შეჯიბრი მაგრამ ამავე დროს უყვარდა თეატრი ძალიან უყვარდა მუსიკა განსაკუთრებით უყვარდა სამხედრო პიანები სამხედრო სიმღერები ამბობენ რომ იცვლებოდა რაღაცა წამოწითლე რომ გაიგებდა სამხედრო სიმღერას ისე გასაკვირი არ არის ახლა სამხედრო მუსიკას ხო ჩვენც დღესაც რო უყურებთ ხორუმის რიტმს რო ქართველი როგორ უნდა ამოიცნო რა აი ხორუმზე რო რეაქციას აძლევს აი ისაა ქართველი მე რომ მკითხ ბევრი შეფასება იდენტობის მაგრამ ერთ-ერთი ჩემთვის მთავარი შეფასება არის ვინ როგორ რეაგირებს ქართულ რიტმზე სამხედრო რიტმზე ხო ჩემზე ძალიან მოქმედებს ხორუმი მე მგონი ყველას ასია ხოლო იყო ძალიან ესეთი შეუპოვარი ხასიათი ჰქონდა უკან დახევა არ იცოდა გიორგი არ უყვარდა უკან დახევა ერთხელ მიიღო მამამის სალაშქროდ იყო წასული მე მგონი 14 წლის იყო მაშინ პელაში ფილიპე საომრა ის ან ომობდა ან პელაში რო იყო ღრევობდა და ქალებს დაძდებდა რა ისვენებდა ბრძოლი და უბრუნდება თავის ეტერებთან ერთად ფაქტიურად ფილიპეს ალექსანდრეს აღზრდაში არც გაზრდაში და არც აღზრდაში მონაწილეობა არ მიუღია დედამისის გავლენის ქვეშ იყო ოლიმპიადას მახვილი თვალის და სმენის ქვეშ იყო ყურადღების ქვეშ იყო რა 14 წლის იყო სპარსელი ერთჩები ჩამოვიდნენ პელაში მეფე არ არის შეხვდნენ უფლისწულს ფანტასტიკური შტაბ-ბეჭდილება მოახდინა სპარსელ ერთჩებზე ჯერ მიიღო ძალიან თავაზიანი 14 წლის ბიჭია პატარა გაუმასპინძლდა მაგრამ საინტერესოა ყველაფერი გამოკითხა სპარსეთის სამეფოს შესახებ სატრაპიებზე შეეკითხა მანძილებზე ვინ როგორ ცხოვრობს რა ხალხები არიან ამადამ სატრაპიიდან მეორე სატრაპიამდე რამდენი ფარსანგი აქვს ინფორმაცია მოიპოვა და მე სპარსელები როცა ჩავიდნენ იქ სუზაში მეფეს უთხრეს რომ რაღაცა ისეთი ფილიპეს ეშინიათ აგე რაღაცა იზრდება ისეთი რომ ფილიპე მონაგონი გავყეშე ფანტასტიკური ბავშვი არ იცოდა უკან დახევა ერთხელ ფილიპეს მოუყვანეს ცხენი თესალიურ ჯიშის თესალიელებს კარგი ცხენები ყავდათ საერთოდ ხო თესალიურ ჯიშის ცხენი მოუყვანეს სახელად ერქვა ბუკეფალა ბუცეფალა ორივე შეიძლება ბუკეფალი ბუცეფალი რაც გაგვიხარდება ძვირფასი ბუკეფალა რაც ნიშნავს ხარისთავა რატომ იმიტომ დამღა ქონდა ხარისთავი ქონდა დამღა უყვანეს ფილიპეს ყორნისფერი შავი თეთრი შუბლით ბუკეფალა აი აგერ ზის ბუკეფალას ვერავინ ვერ დაიმორჩილა არ მიიკარა რა მე ალექსანდრემ უთხრა მამამის რომ ფილიპეს რომ მე გავხედნიო და მიდი აბა ალექსანდრე იყო ძალიან გამჭრია მან შეამჩნია ერთ რამეს ბუკეფალა ფრთხებოდა ჭრდილის შიში ხო
ჭtilze რეაგირებდა. გაუხე ველურია, თესალის ველებზეა გაზრდილი, ახლა იქ იმაში კი არისო, როგორც დღეს არის. იხთა და უთხრა, ნუ გეშინეო შენ ამის ეს ჭtilს ბერძნები ეძახოდნენ აპოლონ ღმერთი აპოლონის ხუმრობას. ჭtili არის აპოლონის ხუმრობა და მოატრიალა მზისკენ. დაამშვიდა ეს ცხენი და შეეждდა და გახედნა. უკეფალა, ფუცეფალა. მისმა რომ ნახა ეს რომ მოიყვანეს, უკვე გახედნილი ყავდა ეს ცხენი, უთხრა. ჩემო შვილო, შენო მაკედონია ვერ დაგიტევსო. წადი უფრო დიდი საბრძანებლო, დიდი სამეფო მოძებნესადმე. მაკედონია შენ ვერ დაგიტევსო, ისეთი ხარ. ანუ მამამისიც ხვდებოდა რომ განსაკუთრებული პოტენციალის ატარებელი ისი ფასი როგორ არ იცოდა. სამეფო საქმეებს ამდობდა რა. ძალიან უყვარდა კითხვა. განსაკუთრებით უყვარდა 3 წიგნი. ეს იყო ილიადა ჰომეროსის, ეს იყო ქსენოფონტეს ანაბასისი, ჩვენ ვილაპარაკეთ ხო? იმიტომ რომ იქ იყო პირდაპირი ცნობები სპარსეთის იმპერიას. აი პირდაპირი სადაზვერვო ცნობები, რომელიც სამომავლოდ დაჭირდებოდა აუცილებლად ჯერ ფილიპესაც, მე ალექსანდრესაც და უყვარდა ჰეროდოტეს ისტორია. ამბობენ რომ ილიადა ღამე რო იძინებდა მახვილი და ილიადა ედო სასტუმალთან. ეს ორი რამ უყვარდა ყველაზე უფრო. ხმალი და ილიადა. და ამაყობდა რომ დედის მხრიდან ის იყო აქილევსის შთამომავალი. გახსოვთ ხო? ეაკიდების დინასტიას თავისი გენეალოგია მოყავდა ლეგენდარული გმირის აქილევსისაგან და აქილევსის შთამომავალი იყო და ბაძავდა მას. აქილევსობდა ალექსანდრე. იმ დონეზე რომ აი როგორც ილიადაში ახლა აქილევსის მეგობარი პატროკლე ისეთივე იდენტური მეგობრობა ჰქონდა ჰეფესტიონთან. განუყრელი მე ბავშვობიდან მეგობრები იყვნენ ალექსანდრე და ჰეფესტიონი. ხო და ვინ იყვნენ ახლა მე ხო წამოიზარდა ხო? ხა მას ჭირდება სამხედრო განათლება და მას უკვე ჭირდება გონების წვრთნაი, როგორც ქართულად განათლებას ეძახოდნენ წვრთნაი გონებისაი. სამხედროები ახლა აგის ნაკლებობა არ იყო არც მაკედონიაში და არც ყავდა მასწავლებლები ძალიან კარგი, რომლებიც თეორიასაც ასწავლიდნენ სამხედრო ხელოვნების პრაქტიკაშიც ახლა ჯერ კიდევ პატარა იყო, როცა მამამის ლაშქრობებში დაყავდა. და წვრთნებზე დადიოდა, მაკედონელ ფალანგიტებთან ერთად და დადიოდა სიცხეში და ზამთარში გადადიოდა უღელტეხილებზე იმას. ჯარისკაცებს ბავშვობიდან უყვარდათ თავისი უფლისული. ახლა მაკედონიაში ყველაფერს წყვეტდა ჯარი, ჩვენ თქვით რა. ჯარს თუ არ უყვარდი, ვერ ივარგებდი მეფედ. თეორიას და პრაქტიკას სწავლობდა, უწყინვალესად იცოდა ათენელების ტაქტიკა და სტრატეგია, სპარტელები იცოდა, ახლა ეპამინონდე საერთოდ მამამისის მასწავლებელი იყო, ყველაფერი ეს იცოდა კარგად. იცოდა ბალკანელი ძლიერი მეომარი ტომების, თრაკიელების, ილირიელების, პეონების, აგრიანების, მოლოსების, ტრიბალების, რაუ ყველა სამხედრო ხელოვნება იცოდა კარგად, მაგრამ ახლა ვინ არის მისი მასწავლებელი, ახლა წამოიზარდა ხო? არ სჭირდება უკვე განათლება, რასაც ქვია განათლება. ლეონიდე ეპირელმა და მან რა ქვია ლისიმაქია კანანიელმა გაზარდეს და მომჭირნეობა ასწავლეს და თავშეკავება ასწავლეს, ხო? აგერ სამხედროებთან აქვს ურთიერთობა, ახლა მას ცოდნა ჭირდება. თვისებები გამოუმუშავეს, მაგრამ ახლა შეივსოს ცოდნა. კარგი მასალა. კარგი მასალა, საუფლისწილო მასალა, გონება, განათლება. ბერძნების მეთაურია მამა და მე ეს უნდა გახდეს. ახლა ჩვენ გვახსოვს კორინთოს კონგრესით ჰეგემონი, საბერძნეთის და სტრატეგოსი ავტოკრატორი მემკვიდრეობით გადადის. მაკედონიის მეფეები იქნებიან ყოველთვის ბერძნების მეთაურები. ხო? ამიტომ ტოლს არ უნდა უდებდეს ის ათენელებმა არ უნდა დაქცინონ სადმე უვიცობაზე.
უვიცობა ბერძნებში და განსაკუთრებით მაკედონურ არისტოკრატიაში სირცხვილი იყო, უწიგნური კაცი იყო, სამარცხვინო კაცი. ძვირფასო ქართველებო 25 საუკუნის წინ მაკედონიაში, ქვეყანა მაკედონიაში უწიგნური კაცი ითვლებოდა, რომ არის სამარცხვინო კაცი. ამიტომ მასწავლებელი ჭირდება მას. და ფილიპე მოუყანა ყველაზე დიდი მოაზროვნე. მაშინ მე რომ გითხოთ, მაშინდელ მსოფლიოში მისი მასწავლებელი გახდა არისტოტელე. როცა დაიბადა, ფილიპეს ჰქონდა ურთიერთობა ჯერ კიდევ ადრე. არისტოტელეს მამას ერქვა ნიკომაქე, თუ არ ვცდები, ექიმი იყო. და იყო ფილიპეს მამის ამინტას ესე ყო რა ქვია, ექიმი. სამეფო ექიმი, მეფის ექიმი იყო, ამიტომ შორებელი არ იყო. მაკედონიაში ცხოვრობდა იმის მამა? მაკედონიაში სტაგირა ხო, მალე გალაყლაპეს მე რა. ბერძნული ქალაქი იყო, არისტოტელეს სამშობლო, მაგრამ ახლა სტაგირა მაინც მაკედონიაზე ორიენტირებული ქალაქი იყო და ამისი ახლა ექიმი იყო და არისტოტელე კარგი მცოდნე იყო მედიცინას საერთაშორისო, არა მარტო ფილოსოფოსი, ხო. საერთოდ ფილოსოფოსი ძველ დროში, ახლა ბერძგონია რომ რაღაცა აზროვნების ვარჯიშია. ფილოსოფოსი იყო ყველაფერი იცოდა. აბსოლუტურად. ფილოსოფოსი უნდა წოდნო და ყველაფერი. როცა დაიბადა, ალექსანდრო დაიბადა, არისტოტელე მაშინ 30 წელს იყო გადაცილებული, ჯერ არ იყო ასაკში, ხო. ფილიპე მიწერა წერილი, რომ გარდა იმისა, რომ გამეხარდა, რომ უფლისწული დამებადაო, ამის გარდაო გამეხარდა ის, რომ შენ დროში დაიბადა. იმიტომ შენ უნდა გაზარდო ჩემი შვილი. ხო, ამის საპატივცემულო სტაგირა ხო აიღო იმან ფილიპემ და კედლებ დაუნგრია და ესენ და არისტოტელემ თანხმობა გამოცხადა, რომ მე გავსდიო შენ შვილს და ამის სანაცვლოდ სტაგირა აღადგინა ფილიპემ. არისტოტელეს სამშობლო ქალაქი, ხო. მერე მიცა თავისი მამული. მიეზა იყო ასეთი მამული იყო მაკედონელი მეფეების პელადან უფრო სამხრეთით იყო, ხეივანი იყო აქ ეს. ნიმფაიონს ეძახოდნენ ქალაქ მიეზაში. მიეზა უფრო კურორტი იყო, თქვათ ასე და აქ იყო ვილა იყო მაკედონელი მეფეების, ფილიპეს ვილა იყო და ნიმფაიონი გააშენა იქ, ანუ მუზების ხეივანი. და ის მიცა არისტოტელეს მიცა, რომ აქ გაეზარდა უფლისწული მიეზაში. თავის მეგობრებთან ერთად, ახლა მარტო ალექსანდრე არ იზრდება და მასთან ერთად იზრდებიან მაკედონელი არისტოკრატების შვილები, მისი ტოლები, პტოლემე, სელევკოსი, ნეარქოსი, იგივე ჰეფესტიონი, ნიკანორი, ხო ესენი პატარა ბოკვერები, მეორე თაობა ჰეტერების ერთად იზრდებიან. არისტოტელე არის. მეორე მასწავლებელი არის თეოფრასტე. თეოფრასტე ნაკლებად ცნობილია ჩვენ არისტოტელეს მეგობარი იყო. ორივე არისტოტელეც და თეოფრასტე არიან პლატონის მოწაფეები. ფილოსოფოსები. ხო. თეოფრასტე არის ბოტანიკის მამა. შეგორს თქვი ფილოსოფოსობა მაშინ საყოველაფეროს ნიშნავდა. ხო, საყოველაფერ. ქუთაისში რო იტყობდნენ ყველაფერჩიკი. ყველაფერჩიკი. ონცოდნაში. თეოფრასტე არის ბოტანიკის მამა არის. აი ბუნების მეტყველების, ფიზიკა, აი ალექსანდრეს ასწავლიან ყველაფერს. ფილოსოფია, ასტრონომია, რიტორიკა, ლიტერატურა, ბოტანიკა, გეოგრაფია, ლოგიკაც ხარ. მედიცინა, მათ შორის ქირურგიაც. არისტოტელემ ასწავლა, არისტოტელეს მამა ექიმი იყო. ხო? რა ვიცი, ასტრონომია ვთქვი, ხო? აი ესეთი ინტენსიური სწავლების პერიოდი რომელი ასაკიდან დაიწყო, ზოგადად არისტოტელეს მიაბარეს მართლა. პატარა იყო, ჯერ სადღაც 12 წლის უნდა იყოს ალექსანდრე, ხო.
და სამეფო კარისგან მაინც მოშორებული ტერიტორია, ხო, ეს ქალაქი რაც შენახლა თქვი. მიეზაში გაზარდა მოშორებით ახალ იმისგან ქალაქიდან არ უნდა რა იქ იყოს ახლა. ანუ ოლიმპიადაც დედაც მასთან ერთად არის ამ დროს თუ არა? უკვე ცალკეა აქ ბიჭები და ჰეტერებთან ერთად იზრდება. ქალების როგორ არის პატარა როცა არის ქალების გარემოცვაში გაიზარდა და მე უკვე წამოიყვანა ახლა აღს დაჭირდება სამხედრო საქმეს ასწავლიან, მაგრამ გონება უნდა კონდეს მაგარი რა. ეს თეოფრასტე ძალიან უყვარდა. სხვათა შორის ახლა გამახსენდა ეს რა ქვია ლისიმაქე აკარნანიელი მეორე მასწავლებელი ბავშვობის ლეონიდესთან ერთად ყველა უყვარდა ესე მთელი ცხოვრება. მე ის ლაშქრობაში წაყვა ასაკში იყო. ხო და სირიაში რო შეიჭნენ და ლიბანის მთებს რო აუყვნენ იქა. იქ მოიკითხა ალექსანდრემ ეს თავის მასწავლებელი ლისიმაქე და უთხრეს და არ იყო ბანაკში. თურმე ჩამორჩა ის აწყალი ჯარს. რა ქნახო ვიცი. თვითონ წავიდა რამოდენიმე მხედართან ერთად თაში ლიბანის ტყეებში ეძებდა მასწავლებელს. იპოვა მე? იპოვა იქა და დაღლილე ჩამორჩა როგორ ჩანს ან ჩამოეძინა გზაში ან ჩამოისვენა და ჯარი მიდიოდა და დაისვენა და ალბათ დაეძინა. ღამე გაათენეს იქა. წამოიყვანა თავის მასწავლებელი. ასეთი მასწავლებელი ყავდა ხო. ხარა ურთიერთობა ჰქონდა მამამისთან. ნუ გამოიზარდა უკვე ალექსანდრე დიდია ხო პატარა ფილიპე ძალიან ენდობოდა ალექსანდრეს და სამეფო ბეჭე როცა ლაშქრობაში მიდიოდა რეგენტად პელაში ფილიპეს ტოვებდა. და სამეფო ბეჭედსაც უტოვებს, სამეფო ბეჭედი აქვს მარტო რეგენტს. მეფე როცა არ არის, ვისაც ბეჭედი აქვს, ისა მეფის მოადგილე დავარქვათავს. მოვალეობის შემსრულებელი. რამდენი წელს იყო 340 წელს, როცა ბიზანტიონი ალყაში ყავდა ფილიპეს და ვერ აიღო გახსოვს ხო ბიზანტიონთან დამარცხდა იქ სპარსელები და ათენელები მიეხმარენ მაშინ ბიზანტიონი გადარჩა 16 წლის არ ფილიპემ გაუშვა საომრად თრაკიული ტომი იყო. თრაკიული ტომე ბევრი იყვნენ, მაგრამ ყველაზე გამორჩეული სიძლიერით იყვნენ ოდრისები და მედები. 16 წლის ბიჭმა უმძიმეს ბრძოლაში ალექსანდრემ დაამარცხა მედები. ბრძოლის ველზე იყო. ბრძოლის ველზე იყო 16 წლის ბიჭი და იქ დაარსა ქალაქი ალექსანდროპოლის. მე ბევრ ალექსანდრიებს და ალექსანდროპოლიებსაც და მე ბუცეფალიასაც დაარსებს ინდოეთში დაეღუპება ეს ცხენი. აი ბუცეფალა, ბუკეფალა და ალექსანდრე ეს არის რაღაც არ ვიცი სიმბოლოა. თელ აზიას გაივლიან რა ერთად. სადაც ალექსანდრეს ახსენებ იქ ბუკეფალაც, ბუცეფალაც უნდა გაგახსენდეს. ის უსაყვარლესი და უერთგულესი. სხვათა შორის უმამაცესი ცხენი იყო. აი ყველა სპილოებს ებრძოდა იქა პოროსთან მერე ინდოეთში რო იქნება ბრძოლა. პოროსის სპილოს არ შეუშინდება იქ. ის სპილოზე იყო ამხედრე, ისიც მაგარი მეომარი იყო პოროსი. ხო და ურეები გველოდება გიორგი წინ და ძვირფასო მეგობრებო ხო. იქ მოიგო მედებთან ბრძოლაში. ბრძოლა მოიგო. თრაკიაში. მე 1 წლის მერე უკვე 17 წლისა პლევრიოსი დაამარცხა ილირიელების ბელადი. ყველაზე უფრო მეტად უჭირდათ ილირიელებთან ომი, იმიტომ ისე თიელები იყვნენ ძირითადად. ხო, ესეთი შეუპოვარი ხალხი იყო. გერმანელი ალბანელების წინაპრები. ჩვენ ვილაპარაკეთ ამაზე. 1 წლის მერე 338 წელს, ნუ ახლა სახელოვან ქერონეა, სადაც ბერძნები დაამარცხეს, ხო, ფილიპემ, თებელები, ათენელები. ძლივს მოიგეს ის ქერონეა მოიგო ალექსანდრემ. ალექსანდრემ კავალერით, მაკედონური კავალერით და თესალიური კავალერით დაამარცხა თებელებს, დაუმარცხებელი თებელები დაამარცხა იქა და მერე ცენტრს დაარტყა, მოკავშირეები დაფანტა და მერე ვიცი, ზურგიდან დაესხა იმას, რა ქვია.
ათენელებს და ფილიპე იმ ბრძოლაში დაიჭრა სხვათა შორის ქერონია მე გვახსოვს ჩვენ ეტლზე დაჭრილი იჯდა ეტლზე გალაშილი რო დარბოდა თერსიტას რო შეადარებს კვამებზე რო დაჭრილი იყო იქ ალექსანდრე მოიგო ქერონია რომ არა ალექსანდრე არ ვიცი ხო როგორ იქნებოდა იმიტომ რომ ხო ახლა ასე ვერ ვიმარჩიელებთ რა სხვათა შორის ფილიპეს მეგობრები პირველი თაობის ჰეტერები მე ხუმრობდნენ რომ ფილიპესთან ვეხუმრობდნენ რომ ჩვენი მეფეო ალექსანდრე არის ხოლო შენო ჩვენ თავარსარდალი ხარ სტრატეგოსი ხარ კვდებოდა ისიც იცი არ წინდა არა არ წინდა ხო რაღაც გარკვეული სიამოვნებდა კიდეც რომ მისი შვილის წარმატება ასეთი ხო მაგრამ მე ფუჭდება ურთიერთობა ну ახლა უკვე ქერონიასთან ბრძოლის მერე და რაღაცები უკვე ფუჭდება არა ალექსანდრეს და ფილიპეს შორის უფრო ფილიპეს და ოლიმპიადას შორის ახლა ალექსანდრე როცა დედამისი და მამამისი ჭუბობდნენ სულ დედამისის მხარეზე იყო ოლიმპიადას გავლენის ქვეშ იყო ალექსანდრე მთელი ცხოვრება მერე აზიაში რო წავა და იქ წერილებს წერდა საჩივრებს და სულ უკმაყოფილი იყო ეს ქალი და ხან ანტიპატრეზე წერდა რომ მოღალატეა ვისაც დატოვებს მაკედონიაში ალექსანდრე მერე ერთხელ თავის მეგობრებს უთხრა ალექსანდრემ რომ ძალიან ბევრს მოითხოვსო დეეჩები მის სანაცვლოდ რომ 9 თვე მუცელში ვყავდი ძალიან ბევრს ვთხოვს ის თხოვდა რომ მე ბაბილონში ჩასულო მაგრამ არ ჩაიყვანა დედამის არ მიცა უფლება რომ ბაბილონში ჩასულო ფილიპეს და ოლიმპიადას შორის დაიბრძაბა ჯერთი მამამის კაიარზუს არ იყო იმიტომ ისიც უცნაური ქალი იყო რაღაცა გრძნეულობდა ჩვენებურად რო ვთქვა კუდიანობდა რაღაცა გველები ყავდა სულ სახლში და რაღაცებს ჭხიბავდა სხვათა შორის ერთმანეთს ღალატობდნენ ოლიმპიადაც და ფილიპეც არაკლებდნენ ხელს ამ საქმეს მაგრამ ეს სულ დედამისის მხარეზე იყო მაინც ეპირელების მაინც მოლოსების გაზრდილი იყო დედულეთიდან ყავდა სულ გამზრდელები ხო ამიტომ დაიძაბა განსაკუთრებით მაშინ როცა ფილიპემ ახალი ცოლი შეირთო 7 ცოლი ყავდა ოლიმპიადაზე ამბობენ რომ ან მესამე ცოლია რიგით თვითონ ოლიმპიადა ან მეოთხე ცოლია მანამდე ყავდა ცოლები ოლიმპიადა გამორჩეული იყო იმიტომ სამეფოს სისხლის იყო მაგრამ ოლიმპიადას მერე მოიყვანა კიდე ეს ფილიპეს ყავდა პირველი თაობის ჰეტერები განსაკუთრებით 3 კაცი იყო მის ყველაზე ისეთი სანდო სარდლები ის იყო არმენიონი ატალოსი და ანტიპატრე და ატალოსის ძმის წული კლეოპატრა მოეწონა ფილიპეს და მოიყვანა ცოლად ანუ ატალოსი დაიახლოვა ეს არ მოეწონა იქ სამეფო კარზე ჩვენ ხო ვიცხოვთ პარტიებია და ჯგუფებებია ისენ და ეს კლეოპატრას ალბათ ახალგაზრდა იყო ძალიან ლამაზ გოგო იყო ახალგაზრდა იყო ეს არ მოეწონა ამას რა ქვია ოლიმპიადას და ნუ ახლა ალექსანდრესაც არ მოეწონებოდა მაგრამ ახლა პოლიგამია იყო არავის არ გამკვირვებია მოიყვანა განსხვავებით სხვა ბერძნული ქალაქ სახელმწიფოების ტრადიციები. სხვა ბერძნებში მონოგამია. იქ მონოგამია იყო. ხო და ეს კლეოპატრა სახელი ძალიან გავრცელებული ბერძნული სახელია და არა ეგვიპტური. არა ეგვიპტეში ბერძნები მართავდნენ. ეს მე ალექსანდრეს სარდალი დაარსებს დინასტიას პტოლემე მისი ბავშვი არისტოტელესთან ერთად რო იზრდებოდნენ არისტოტელე როს დიდა მე სულ ბერძნული დინასტიებია იქ რა ახლა დიადოხოსებს ანუ დიადოხებს ალექსანდრეს სარდლებს ალექსანდრეს მემკვიდრეების ეპოქასაც გავივლით ჩვენ მე სულ ბერძნები არიან და მაკედონელები სახელები ბერძნული ერქვათ ბერძნულს არ ქმნიან თუმცა იყო ამდენიმე სახელი მაგალითად ამინტა აი ტიპიური მაკედონური ჩანს იმიტომ რომ ბერძნებში ნაკლებად ხვდება ეს ამინტა ოხთა ქორწილი
ოიყვანაცოლად ეს კლეოპატრა ფილმი არის ხრეობა. ფილმები სხვა არ გადასული ისმა დაჯამა იცოდა. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულ ათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები. ეს ატალოსი პატარძლისა და საომავლო დედოფლის ბიძამ. წარმოთქვა სადღაც ალექსანდრიც ესწრება უკვე ქორწილს. თავის მეგობრებს მთელი მაკედონური ელიტა არის შეკრებილი, ახლა გრანდიოზული ქორწილია, მეფე ქორწინდება. ხო და მამ ატალოსმა გააქანა და საღვიძლო დალია თასით ხელში ღვინიცავს, რომ მაკედონელებო შეძახა რა. შევთხოვოთ ღმერთებს, რომ ჩვენს მეფეს ფილიპეს და ჩვენს დედოფალს კლეოპატრას კანონიერი მემკვიდრე გაუჩნდეს. იჩო გადაირია ეს ალექსანდრე, ახ მის მეგობრები, ეს ჰეტერები, ისინი კი არიან პირველი თაობის შვილები, პირველი თაობის ჰეტერების. მაგრამ ესენი ალექსანდრეს პარტია, ეს მეორე თაობა, ანუ მისი მეგობრები, ატყდა ერთს. ერთი ამბავი, რომ ტახტის მემკვიდრე გააჩინოსო რა. ალექსანდრე მიაძახო, შებრიყო, მე ნაბიჯვარი ხوار გონი ვარო და კრატერი ესროლა სახეში, ღვინიცავს კრატერი თას ატალოს. ნუ აირია სიტუაცია, ახლა ფილიპე გახეთქილი მთრალი არის, ეს რო ნახა, მისმა შვილმა ეს ჩაიდინა, აგერ ეს მოყვარე არის, აგერ ის არის, ამხეცდა ფილიპე სიმთვრალის დროს გამოდიოდა წყობიდან რა. ახვილი გააძრა და ამოვიდა ალექსანდრესკენ რა. ახლა არავინ არ დაანებებდა ახლა იმას, ახლა მისთვის ხმალი დაერტყა რაღაცა, მაგრამ ნუ გამოიქაჩა რა, რო წამოვიდა, წაიქცა გზაში ფილიპე, სიმთვრალისგან, ფეხი დაუცდა თუ რა, თან კოჯლი იყო ახლა ფილიპე. თან ქერონე ახალი გამოვლილი აქვს დაჭრილობაც არ აქვს ბოლომდე. შეხორცეული წაიქცა მეფე. შვილისკენ გამოიქაჩა. ალექსანდრე აი ესე რავი დუღარე დაასხა რა, აი ნავთს ცეცხლს დაასხა ნავთი და დააძახა პირდაპირ. მამამის აქციულ მამას ფილიპეს რა, ცალი-თვალი მარჯვენა არა აქვს, კოჯლია, დაჭრილია, ეს არის, ეს თრალია. მაკედონელებს მიუბრუნე შეხედეთო მაკედონელებო. ეს კაციო ევროპიდან აზიაში აპირებს ლაშქრობასო და მაგიდამდე ვერ მიაღწია. დაინგრა ყველაფერი. ძალიან მწარე და ნუ ახლა ესე მეფის შეურაცხყოფა, ახლა გინდა უფლისწული ხარ ესა. ნუ წარმოუდგენელი კონფლიქტი მოხდა და იძულებულები გახდნენ დედა-შვილი წავიდნენ ემიგრაციაში. გაიქცნენ, დატოვეს მაკედონია. ალექსანდრეს დედულეთში ალბათ. დედულე პირში წავიდა ბიძამისთან. ალექსანდრესთან, იმასაც ალექსანდრე ერქვა. ალექსანდრე მოლოსელი, ასე მოიხსენება. რო არ აგვერიოს ამ ალექსანდრე მაკედონელი. ბიძამისთან წავიდა იქ, მაგრამ იქ დედამისი იქ დარჩა ეპირში თავის სამშობლოში, მაგრამ მერე ეს ილირიელებთან წავიდა ალექსანდრე. დედამისთანაც არ გაჩერდა. აშკარად ახლა დედა უყვარდა ძალიან, მაგრამ თლათ ის დედამისსაც არ ამართლებდა ახლა, იმიტომ ის ქალი არ ისვენებდა რა. თქვათ, რომ ოჯახური პრობლემა ჰქონდათ ახლა
ოლიმპიადას და ფილიპეს ჰქონდათ პრობა. ნუ არ იყო მაინც ადამიანის ჰარმონიული ოჯახი. პრინციპში ცოტა რთულად წარმოსადგენიც იყო. სიამტკბილობა. 7 წელი რო ეყოლება და 7 წელი. ხო, მაგრამ ნუ ხო შეიძლება ხო არ ვიცი ახლა ეს ფილიპეს და ოლიმპიადას მირტალა ერქვა. აი ისე პოლიქსენა ერქვა, ქალწულობის სახელი პოლიქსენა იყო, მე მირტალა რელიგიური სახელი ერქვა. ოლიმპიადა ამან დაარქვა. ფილიპემ ოლიმპიადა მოიგო და მე თვითონ პრიობაში სტრატონიკა დაირქვა. ხდებოდა ხოლმე ეგეთ ქორწილების დროსაც აი რო გათხოვდებოდა მაკედონელი ქალი ახალ სახელს ირქმევდა, ესეთი რაღაცებიც იყო რა. არ რო დაქრივდებოდა. ხო. წავიდნენ ესენი ემიგრაციაში, გაიქცნა. ალექსანდრე წავიდა. ხო, ნუ გაბატონდა ეს ატალოსის დასი. ატალოსის პარტია სამეფო კარზე გაძლიერდა ატალოსი, მის ფილიპეს მეგობრისა და სარდლის პარტია და აი ამ ატალოსმა და მისმა ძმის წულმა და კლეოპატრამ ნუ აი ფაქტიურად გავლენაში მოაქციეს ფილიპე და მოახა ალექსანდრე და დედამისი გაქცეულები არიან ემიგრაციაში. ცუდათაა საქმე, მემკვიდრეობის საქმე ცუდათაა. ფილიპემ თან აჩემებები იცოდა რა. მაგალითად ერთ-ერთი ასეთი გამწარების დროს ალექსანდრეზე აპირებდა ჩამოერთმია უფლისწულობა და თავის ძმისშვილზე გახსოვთ ამინტა მეოთხე. თავის ძმის პერდიკა მესამის ბიჭზე უნდა და ქალიშვილი გააყოლა იმას თავის კინანა. ილირიელი ქალისგან ყავდა, აუდატასგან ყავდა ისა და მიათხოვა იმას. ეს პროექტიც ჰქონდა ფილიპეს. ფილიპეს პრობლემა ალექსანდრესთან კი არ ჰქონდა უფრო ჰქონდა იმასთან პრობლემა, რომ ალექსანდრე იყო დედამისის გავლენის ქვეშ და აი ოლიმპიადასთან ჰქონდა დიდი პრობლემა ფილიპეს რა, ამ ცოლ-ქმარს. ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა. რაც უფრო დრო გადაახა, მე კლეოპატრა რო დაფეხმძიმდა, საერთოდ ეს აუტანელი თემა გახდა რა, რომ აი აჭერს, ბავშვს აჭერს. კონკურენცია აჭერს, ხო. ნუ ასე ძიმე მდგომარეობა ალექსანდრე გაქცეულია ოლიმპიადა ალექსანდრე საერთოდ ილირიელებთან წავიდა. პელაში ჩამოდის ფილიპეს მეგობარი, პირადი მეგობარი დემარატე კორინთელი. ფილიპეს ყავდა ბერძნები მეგობრები. რო ჩამოვიდა ახლა ეს კორინთოსის გავლილია ახლა კონგრესი და ბერძნები დაამშვიდა და აწყნარა ძალით სამართალი დაამყარა ხო ყველაფერი და კითხა ამ დემარატეს რო ჩამოვიდა ეს საბერძნეთის საქმეები ხო იცის იმანა პელაში ჩამოვიდა ფილიპე კითხა ფილიპე რა შვებიან ბერძნები როგორ არიანო ხო არიანო სიამტკბილობაშიო და თანხმობაშიო რა პრობლემები ხო არ არის იმ დემარატე მიახალა პირდაპირ შენო ბერძნებს თავი დაანებე და საკუთარ არეულ ოჯახს მიხედავ მეგობრობა როგორია? ამან ძალიან იმოქმედა ფილიპეს. და მაშინვე დაიწყო და უთხრა იმან რომ პრობლემა გაქვს შენ. ეს ალექსანდრე გაგდებული რო ყავს, სამდე გინდა ასე იყო. და სამდე გინდა ასე არეული კონდეს ოჯახიო. და ვინ დაგიჯერებს შენო რამეში? როცა ოჯახი, შენ ქვეყანას როგორ დაალაგებ, როცა ოჯახი გაგარეული. დაიწყო სხვათა შორის ეს დემარატე იყო ჩავიდა მე იქ ილირიელებთან ჯერ ოლიმპიადასთან ჩავიდა გააგზავნო რომ მოდიო მომეხმარეო და დამალაგებიეო ჩემი ურთიერთობაო ჩემ ცოლთანო და შვილთანო ფილიპემ თხოვა წავიდა ეს ჯერ ეპირში ოლიმპიადასთან ოლიმპიადა მოვარი თუ არა მე მაგას არ შეურიგდები ვერ ჩავიდა ალექსანდრესთან ილირიაში ალექსანდრე წამოვიდა შეარიგა მამამისთან წამოვიდა. იზამოვიდა ბიჭო, მაგრამ ნუ ამ მაკედონიაში მართავენ ეს ატალოსის პარტია მართავს გიორგი რა. თვითონ არის ზედმეტია. ალექსანდრე ზედმეტი ატყობს, რომ ნუ ატალოსის შუაზეა ყველაფერი მოწყობილი, ეს დედოფალი, ახალი დედოფალი კლეოპატრა არის ყველაფრის უფროსი, ის არის და ფეხმძიმედ არის თა, ეზრდება მუცელი. მუცლის გაზრდა იწვევს პრობლემის გაზრდას, თქვათ ასე.
ბიჭი თუ დაიბადა პრობლემაა. მაშინ ხდება კიდე ასეთი ამბავი. პიქსოდარე იყო კარიის დინასტია. კარია შედიოდა სპარსეთის იმპერიაში. გახსოვთ თქვენ ჰალიკარნასის დედოფალი არტემისია რო იბრძოდა ქალე იმაში სალამენში. ძალიან სახელოვნად. ახლა ელინიზებული ხალხი იყო კარიელები, მაგრამ თლად ბერძნები არ იყვნენ. კარიის დინასტია იყო, მეორე ცნობარი საერთოდ სატრაპია. ხო და პიქსოდარემ გამოუგზავნა ელჩები იმას ფილიპეს. რომ ყავსო ქალიშვილიო ადა ძალიან ლამაზი, ხოთაშურის სახელი ადა იქიდან მოდის. ჩემიო ქალიშვილიო ადაო მინდა დავაქორწინო შენ უფროს შვილზე ფილიპე არიდეოსზე, ანუ არიდეის. ფილიპეს უფროს ბიჭი ყავდა. მაგრამ გონება სუსტი რომ ბევრი ბოროტი ხმები რას ამბობდა, იცი რომ ეს გონება სუსტობა დაემართა, იმიტომ რომ მან ოლიმპიადამ შეაპარა რაღაცა წამალი ბავშვობაში. ახლა ეს როგორ ჩანს არ დადასტურდა. სხვა ცოლისგან იყო ეს. ხო ეს ფილინა ერქვა, თესალიელი ქალი იყო, ალევადების გვარი იყო ქალაქ ლარისიდან. ფილინასგან ყავდა. რანაირად იმახსოვრებ ეს მეორე კი არა, მესამე, მეოთხე კი არა, მეხუთე ხარისხოვანი ინტერესია მეტი არაფერი რა. შეიძლება ხე ჩემი არის მეზობლის სახელი არ მახსოვდეს, მაგრამ ეგ რამდენ გამახსოვრდა. ხო და ისე ალევადებიდან იყო, მაგრამ არ იყო ახლა. სხვათაშორის ფილიპე როცა თესალია დაიკავა, ფილიპე გახდა ტაგოსი, თესალიის ბელად ხო ირჩევდნენ იქ, ხო და ამიტომ თესალიის ტაგოსიც არ გარდა მაკედონიის მეფობი და ამისგან ყავდა. ამ ქალისგან ყავდა ეს შვილი ფილიპე არიდეი, ანუ არიდეოსი. და რო შეთავაზა გათხოვება თავის ჯუგი შესთავაზა ხო, მაგრამ ამ ალექსანდრეს წრეში ატყდა ერთი ამბავი რა, რომ დინასტიურ ქორწინებებს ჩალიჩობს რა უკვე რა. ეს ფილიპე შენ ფეხებზე კიდიხარ. აგე რა დამოყრებას აპირებს კარიის მეფესთან. სორის სორზე. ხო? შენ საერთოდ ვინ ახარ? ალექსანდრე, მის მეგობრები ეუბნებიან, ჰეტერები. ნახე რას გიშვება მამა შენ. და დინასტიურ ქორწინებას აკეთებს შენ იმაზე, რა ქვია, სულელ ბრიყს ძმას უნდა მოაყვანიოს ასევე მეფის ქალიშვილი ადა უნდა მოიღო, ძალიან ლამაზი გოგო იყო, იმაზე ამბობდნენ, რომ ძალიან ლამაზი გოგო იყო. ესეც ახლა ნუ ახლა შიშებში აგერ კლეოპატრას მუცელი ეძდება, აგერ ფილიპე არიდეის ცოლი უნდა მოაყვანიო, მე საერთოდ ვინავა. ხო, საიდუმლოდ გააგზავნა თავისი მეგობარი თესალოსი, ისიც კორინთელიდან იყვნენ, თესალოსი კორინთელი მსახიობი იყო, ეს არტისტი იყო. გაუშვა კარიაში და მეფეს თხოვა, რომ ისა რა ქვია შედაანებიო იმ სულელ უფლისწულსო თავიო და აგერ ალექსანდრეს გაატანეო შენი ქალიშვილი. პიქსოდარესთან გააგზავნა. ვინ გააგზავნა? თავის მეგობარი ალექსანდრემ გააგზავნა, ხო ესე. რომ მე გამომაყოლეო? მე გამომაყოლეთო ამ სულელთან რომ რადგინდაო ეს სულელი სიძეო კაცო რა. აგერ მე გამომაყოლეო რა. ხო და ის დაეთანხმა. პიქსოდარე, ანუ ფილიპეს ჩაუვარდა ეს მომხიბვლელი თემა და გამხეცებული მივარდა ალექსანდრეს მეგობარი იყო ფილოტა არმენიონის შვილი. აიყოლია ეს ფილოტა ფილიპე და მივიდა ამ თავის შვილთან შეერებს არ აკუნებო აქ რეებშები. რა ქორწილებს აწყობო უჩემოთო და იმას და საერთოდ ეს ბარბაროსი ქალი რადგინდა. ახლა ბარბაროსი გახდა. ხო, ჩაიშალა ეს ახლა ეს სიტუაცია ჩაიშალა, მაგრამ ფილიპემ გაიგო ის ამბავი, რომ მეგობრებმა ალექსანდრეს მეგობრებმა აიძულეს ალექსანდრე, რომ ეს ჩუმად ეს თესალოსი გაეგზავნა იქ მათ რა ქვია ხელისათხოვნელად რა, დაერია ამის მეგობრებს რა, ალექსანდრეს მეგობრებს, ესეც გაღარა მაკედონიიდან. თქვენ ვასულელეთ თუ ამას.
ხო და ალექსანდრე კი დაბრუნდა ახლა პელაშია, მაგრამ მის მეგობრები ყველა გაიფანტა. გარემოცვა შემოვიდა. გაიქცნენ რა. ის ლამაზი ადა დედამისი არა ის ჩაიშალა. ადა დარჩა გაუთხოვა. გაუთხოვა არა ის მერე სპარსელ იმას დიდებულს გაყვება ცოლად. ის იმას ვინ დატოვებდა. აი დარდად დამრჩებოდა და ამიტომ დაგასუსტა. ნუ ახლა პიქსოდარეს უნდოდა ახლა მაკედონელი სიძე რატომაც არ უნდოდა ახლა ალექსანდრესნაირი სიძე ჯერ არ იცოდა რა გახდებოდა მაგრამ ნუ მე სპარსეთში გათხოვდება ის ქალი ახლა გაუთხოვარი არჩებოდა ალექსანდრეს შემოიცალა სამეგობრო მარტოა დარჩენილი და თან ეს ატალოსის დასი მართავს მაკედონიას და ჯო ყველა მოსახვევში ელოდება ვიღაცამ შეიძლება ანჯალ დაკრას ზურგში რა აიტო არგიადების დინასტიაში პოლიტიკური მკვლელობა და უფლისწულების მეტი რა იციან მაკედონელმა მეფეებმა იციან ერთმანეთის დაჟლეტა ერთმანეთის შვილებს ამოჟლეტა ძმების ამოჟლეტა მარტოა მაგრამ ეს არ ეშვება ეს ისა რა ქვია დემარატე კორინთელის მეგობარი ის ეუბნება რომ რაღაცა ოლიმპიაკი ეს უფლისწული ალექსანდრე კი დაიბრუნე მაგრამ ოლიმპიადასთან დაალაგე სიტუაცია ახლა ეს უკვე ლაშქრობისთვის ემზადება ეს ფილიპე აზიაში ხო კერონია მოგებული აქვს კორინთოს კონგრესი ჩატარებული აქვს მაგრამ ეუბნება რომ ზურგში ნუ დაიტოვე პეპირს ასე იმიტომ რომ შენი ცოლიზმა ანუ ალექსანდრე მოლოსელი ოლიმპიადას ძმა ჯო რადგინდა ასე გაორგულებული შენ აზიაში წახვიდეს და მაგან ზურგიდან დაგარტყას თან ასეთლად აწობილად შენი ეშინიათ შენ კი არ უყვარხარ არც ბერძნებს უყვარხარ არც თრაკიელებს უყვარხარ არც ილირიელებს არც პეონებს არც აგრიანებს არც ტრიბალებს შენი ეშინიათ და შენ რო აზიაში წახვალ ამ ალექსანდრემ კიდე შეიძლება ზურგიდან დაკრა შენ სამეფოს ამიტომ დაალაგე იმასთან ოლიმპიადასთან საქმე რა ეს დემარატე ეუბნება კორინთელი მეფეს მართლაც ამან ახლა გააკეთა რა პოლიტიკური სვლა და პოლიტიკური ქორწინება ახლა ალექსანდრეს ყავდა უმცროსი და იმასაც კლეოპატრა ქვია რომელი დედითაც და მამითაც ღვიძლი და არის რა ალექსანდრეს უმცროსი და ყავდა ანუ ხო და ეს კლეოპატრა ადგა და მიათხოვა იმას თავის ცოლიზმას ალექსანდრე ეპირელს ანუ ბიძას მithხოვდა ეს გოგო და ნუ ამით უნდა რომ მოლოსებთან დაალაგოს სიტუაცია და ნუ ოლიმპიადა მაინც დაბრუნდეს პერლაში და თუ არ დაბრუნდება ახლა ის ალექსანდრე მოლოსელი ხდება მისი სიძე და ამიტომ შვიდობა არის ანუ მოლოსების პრობლემა ზურგის პრობლემას ხსნის ამ პოლიტიკური ქორწილით და დაგეგმა ეს ეგეში აი ეს ქორწილი როცა თავის ქალიშვილი თავის ცოლიზმას მიათხოვა ოლიმპიადა არ ჩამოვიდა იმაში რა ქვია ქორწილზე ეგეში მაგრამ ნუ ქორწილია რა აი იმ ქორწილში დაკლეს ფილიპე მისი პირადი დაცვის წევრი ისმა ჰეტერმა მცველმა პავსანიოსმა ხა ბევრი რაღაცები არის ახ მოდი ახ ცოტა სიღრმისეულად იმიტომ ახ ჩვენ უცებ გავიარეთ იქ რა მოხდა პოლიტიკური მოტივი იყო თუ მართლაც ის რასაც მოყვა საზრდოთაც ძვირფასო მეგობრებო ახლა რომ ვიფიქროთ რა შეიძლება ყოფილიყო იმიტომ რომ გადაწყვეტილად მაინც არ არის საიდან მოდის ეს ახლა რამოდენიმე ვერსია არის ხო მოკლეს ეს ახლა ეს პავსანიოსი მარტო იყო არის პირველი ვერსია რომ პირადი წყენისთვის იმიტომ რომ ერთხელ იმ ატალოსმა და კლეოპატრა დედოფალმა ახალგაზრდა დედოფალმა ატალოსის ძმისშვილმა ფილიპეს ბოლოცოლმა რომელიც ფეხმძიმედ არის ჯო რაღაცა თხოვა ამ პავსანიოსმა ამ ატალოსს და მის ძმისშვილ დედოფალ კლეოპატრას იმდენო შეურაცხყოფა მიაყენეს რაღაც არ ვიცით მაგრამ არის ადუღებული ეს პავსანიოს მივიდა ფილიპესთან უთხრა რომ ატალოსს ცუდად მომექცა ფილიპე შეპირდა რომ გავარკვეო მაგრამ არ გაარკვია ამაცა და უფრო მეტიც ატალოსი კი არ დასაჯა ფილიპემ არამედ პირიქით უფრო დაწინაურდა რატო იმიტომ რომ ატალოსმა ცოლად მოიყვანა მეორე დიდი სარდლის
პარმენიონის ქალიშვილი. ანუ გაიძლიერა პოზიციები რა. ამ ატალოს ბავსანიოზე გამხეცებულია რა. რა არის ეს? გამირკვია რა. რა ის მეფე ხარ შენ. შეურაცხყოფა მომაყენა ამან მე. სამართალი კელი. ხომ ეს პავსანიოსი ხო უბრალოდ პირადი დაცვის წევრია. ხომ არა არისტოკრატია, დიდებული წარმოშობის არის, მაგრამ არ ვიცით ახლა მისი წარმომავლობა საიდან ზოგი ამბობს რომ საერთოდ არგიადების დინასტიიდან არის. თვითონ სამეფო დინასტიიდან შეიძლება იყოს. რომელიღაცა დიდი გვარიდან არის. ახლა ეს უბრალო კაცი არის. რაღაცის გამო ღირსება შელახულად გრძნობს თავს და მეფეს თავს ყველა მიცის ამის შესახებ, იმიტომ რომ მე ყველა ამას ჭორაობდა რა. თითქოს იყო ასეთი ბერძენი ჰერმოკრატე, სოფისტი იყო. იქ ბერძნები ბევრი ირეოდნენ რა. თითქოს ასეთ პოლიტიკური ანეკდოტია. თუ კრიმინალური ანეკდოტი, რომ ჰერმოკრატეს კითხა ერთხელ ამ პავსანიოსმა, რომ სახელოვანი როგორ შეიძლება გავხთეო. ამ ჰერმოკრატემ უთხრა, რომ სახელოვანი მაშინ გავხთევ, თუ ვინმე სახელოვანს მოკლავ. ხო, ანუ მიანიშნებენ, რომ მინდა ფილიპე მოკალე. რაღაცები იქ ლინკისტიელები არიან ჩართულები კიდე, არ არის გამორიცხული რომ ამ იმაში ლინკისტიელები გახსოვთ თქვენ 4 მეფე ყავდათ, ცოტა ხანი შეცვალეს ესა დინასტია, ფილიპეს დინასტია, ხო და იმ ლინკისტიელებს ტახტის დაბრუნება უნდათ. ჰერამენე, არიდეი და არაბე და ალექსანდრე, 3 ძმა იყვნენ. როგორ ჩანს ისინიც არიან ჩართულები ამ შემოსი შეთქმულ, ანუ რაღაცა არისტოკრატიის ერთ ნაწილს შეიძლება არ მოწონდეს, რომ სპარსეთს აპირებს ლაშქრობს, იმიტომ რომ სპარსული დაზვერვა მუშაობს. სპარსული პარტია როგორ ჩანს იატაკ ქვეშეთში არის იქ მაკედონურ ელიტაში, ასე საყოველთაო ერთსულოვნება არა ჩანს. მე ამ ლინკისტიელებს ტახტის დაბრუნება უნდათ. ახლა მონაწილეობდნენ აბაბა ესა რა ქვია. შეიძლება ინტერესების დამთხევას. ხო, ახლა ლინკისტიელებს რომ უნდათ ეს ფაქტია. და მე არის ცნობა რომ დადასტურდა ამათი მონაწილეობა ამ 3 ძმის ამ მასში პავსანიოსის შეთქმულება. მარტო არ არის ეს. პავსანიოსისგან ვერ გაიგეს ვერაფერი, იმიტომ ფილიპე რომ მოკლა, გაიქცა ცხენები ელოდებოდა, მაგრამ გზაში წაიქცა, ფეხი წამოკრა და მოკლეს სხვა ჰეტერებმა და ჩაიყურა თემა. ვინ დაგავალა ვეღარ უთხრეს, იმიტომ რომ მსხვერპლიც და მკვლელიც ყდარია, ანუ დაიხურა თემა, ხო, მაგრამ ეს ლინკისტიელების რაღაცა ნაწილი მონაწილეობს, როგორც ჩანს. მე როგორც ჩანს ელიტის ნაწილიც. მე რაღაცა კავშირებში, რაღაცა შარში გახვეულია ეს ამინტა მეოთხე. რომელიც გახსოვს, ამამდე ფილიპე ტახტზე ავიდოდა. მისი ძმა, წინა მეფე პერდიკა მესამე ხო ბრძოლაში დაიღუპა ილირიელებთან. მე ცოტა ხანი 5-6 წლის იყო ამინტა მეოთხე და ეს იყო ცოტა ხანი რეგენტი და მე ჯარმა აირჩია ფილიპე, ხო? ის ამინტაც არის რაღაცაში გარეული. იმ ამინტას თავის ქალიშვილი მიათხოვა მე მოგვიანებით, კინანა. ილირიელი ქალისგან რო ყავდა აუდატასგან, ხო, მაგრამ რაღაცაში ისიც არის გახვეული ამ იმაში. სპარსული კვალი ჩანს აქ. არის ვერსია, რომ მონაწილეობდა ესეც, რა ქვია, ალექსანდრეს დედა ოლიმპიადაც, იმიტომ რომ ახლა ის კლეოპატრაც ფეხმძიმე არის, ახალი დედოფალი, ახლა იშვილს გააჩენს მერე. კარანოს გააჩენს, ბიჭს გააჩენს. არა გამორიცხული ჩართული იყოს ამ თელ ორ ტრიალში. შეიძლება რამოდენიმე დაჯგუფება არის და ერთ-ერთ მაქნა. ან სპარსელების ოქრო რო ფიქსირდება და სპარსელები რო ურევენ იქ რაღაცას, იმიტომ რომ მომავალ წელს ეს ლაშქრობას იწყებს უკვე. ჯარი გაგზავნილი ყავს მას უკვე აზიაში გახსოვთ ხო ბოლო ჩვენს ლექციაში 10,000 მეომარი ატალოსმა და პარმენიონმა გადაიყვანა იქ კიზიკოსი დაიკავეს აზიური ქალაქი ჰელესპონტის გადაღმა, პროპონდენტის გადაღმა და პლაცდარმი აქვს უკვე, ამიტომ მე არ გამოვრიცხავ კი არა დარწმუნებული რომ მაინც სპარსელების ეგიდით ხდება ეს, მაგრამ რომელმე დაჯგუფება ახლა ამინტა მეოთხეა, ლინკისტიელები არიან, ეს ხალი ახლა ერთად ვერ იქნებიან.
გამორიცხულია ახლა ლინკისტიელებს ოლიმპიადა არ შეეკრებოდა, იმიტომ რომ იმათ ტახტის დაბრუნება უნდა და ამას თავის შვილისთვის. საწინააღმდეგო ინტერესი. ანუ ბევრი ვერსია რა. ანუ ფილიპეს სიკვდილი უნდა და ბევრს, იმიტომ რომ ფილიპეს სიკვდილის ტახტის მემკვიდრე არ არის მარტო ალექსანდრე. ამინტაც არის. მისი ძმისშვილი. ეს სამივე ლინკისტიელებიც არიან, ხო? ჰერომენე, არაბე და ისა, რა ქვია. ალექსანდრე ერქვა იმასაც, ხო? და ესეც ამინტა გითხარით, ხო? მერე ეს ბავშვი დაიბადა ეს კარანოს ატალოსის ძმის შვილი იყო კლეოპატრა ძმის შვილი გამოდეს. ატალოსი გავლენიანი სარდალია. ხო? ჯარში დიდი ავტორიტეტი აქვს, ხო? ამიტომ მოკლეს ეს. ახლა ალექსანდრემ რა უნდა ქნას? რა უნდა ქნას? როგორც კი ფილიპეს სიკვდილის ამბავი გაიგო, მაშინვე, შავი ყორანებით წამოადგა სასახლეში, ოლიმპიადა ჩამოვიდა. ეპირიდა დედამისი და ახლა ალექსანდრეზე ვერ ვიტყვით, რომ დაბნეულია, მაგრამ ალექსანდრეს პარტია გაძლიერდა, ოლიმპიადა ჩამოვიდა შავი ყორანებით და აიწყო მოქმედება. დაიწყო მოქმედება, როგორც ჩანს, იმ ლინკისტიელების ჰერომენეს, არაბეს და ალექსანდრეს მონაწილეობა დადასტურდა, ისინი დახოცეს ორნი. დაუდასტურდათ, მესამე ალექსანდრე მოიჭრა ამასთან. თვითონ ალექსანდრესთან ჩაუვარდა მუხლებში, აღიარა დანაშაული და მაპატიო და აპატია მესამე ძმას. ალექსანდრე ის ორი ძმა გალურსმეს ჯვარზე. ოლიმპიადა რო ჩამოვიდა, პავსანიოსის გვამი იყო გალურსმული ჯვარზე, ფილიპეს მკვლელის. ამან ჩამოახსნევია, დააწვევია და ფერფლი ფილიპეს აკლდამაში მიმოაბნია, მაგრამ მერე მოგვიანებთ, ხო გითხარით თქვენ, ის ხმალი, რითაც ფილიპე მოკლეს, იმ ხმალი წარწერა ნახეს მირტალა. ოლიმპიადას ძველი სახელი. ანუ მთლად შორ შეიძლება ოლიმპიადას არ იყოს. ალექსანდრე მე გამოვრიცხავ, რომ ალექსანდრეს მონაწილეობა მიიღო, ერთი მაინც მძიმე ურთიერთობები ჰქონდა მამამისთან, მაგრამ მაინც უყვარდა მამამისს. მაგრამ ასეთ დარწმუნებით ვერ გამოვრიცხავთ ქალბატონ ოლიმპიადას. ქალბატონ ოლიმპიადას ვერ გამოვრიცხავ, თუმცა ერთ-ერთი ძლიერი არგუმენტი რა არის, იცი რომ გახსნილიყო ეს შეთქმულება, რომ მოეწყო ოლიმპიადას და აშკარად ძლიერი პოზიციები არ ქონდა, გაგდებული იყო სამეფო კარიდან. რომ თქვათ ასე გაბაზრებულიყო, მანამდე ამოწყვიტავდა ოლიმპიადასაც, მის ძმასაც ალექსანდრე მოლოსელსაც, ისა და ალექსანდრესაც მიაყოლებდა ზედ. ამიტომ ისტორიის გამომძიებლებს აქვთ ეს არგუმენტი, რომ არ უნდა ყოფილიყო, ძალიან სარისკო იყო. მით უმეტეს შორს იყო ოლიმპიადა და ახლა გავლენები სასახლის კარზე არ ქონდა, იქ ატალოსის დასიმართავ, ვინ უნდა ყოფილიყო, ხო, მაგრამ ლინკისტიელები კი ლინკისტიელებს გავს ეს. რომელსაც სამეფო გვირგვინის და ტახტის დაბრუნება უნდა და ამიტომ მივედით ძალიან სწრაფად გადაწყდა. მერე ოლიმპიადა იმ კლეოპატრასაც მოაკვლევიებს. ოღონდ ალექსანდრე მაშინ პელაში არ იქნება, საბერძნეთში იქნება სალაშქროდ. როგორ მოაკვლევს, აშინლად მოაკვლევს, ჯერ მის თვალწინ მის პატარა თოთო ბავშვს მოაკვლევიებს, იმას კარანოს, ალექსანდრეს ნახევარ-ძმას. და მერე არის ერთი ვარიანტი, რომ თვითონ აიძულა და იმან თავი მოვიკლა, მეორე ვარიანტი, რომ ამან ვერ გადაიტანა ამ დედამ ამ ბავშვის უმკვლელობა მის თვალწინ და თავისივე ზოსტერით, ანუ ქამრით, კაბის ქამრით ჩამოიხრჩო თავი. კლეოპატრა. და ეს ოლიმპიადა დაერია ატალოსის იმას, დაასრა. ტახტის სავარაუდო მემკვიდრეებიდან მარტო დარჩა ის საწყალდის ფილიპე არიდეოსი, ჭუასუსტი. ის დატოვეს. არ ახლეს, ანჩენ ყველა დახოცეს. და ალექსანდრეზე უფრო მეტად ესქნა დედამისმა და ალექსანდრეს ჰეტერებმა. ამინტა მეოთხე ჰეტერებმა მოკლეს.
ალექსანდრეს მეგობრა. რა რიცი არ უთხრეს. ალექსანდრე შეიძლება შეეკავებია თავი. ამიტომ ხანდახან ხდება, ხა მე არ მინდა მაგალითი მოვიყვანო, ხშირად ხდება, რომ როცა რაღაცა პრობლემა იქმნება, ქვედარგოლი წვეთ საკითხს ისე რომ ზედარგოლს იღებს ინიციატივას აღარ ეკითხება ამას და მოკლეს, ანუ ყველა დახოცეს. 336 წელი არის რა და აღწეადის 20 წლის ბიჭი ალექსანდრე. მაგრამ დიდი მემკვიდრეობა და ბალკანური დიდი იმპერია დაუტოვა მამამისმა, მაგრამ შეინარჩუნებს კი ბატონო გიორგი და პატივცემულო ჩვენო ტელემაყურებლებო. მოახერხებს კი ალექსანდრე რომ აღმოჩნდეს მამამისის ღირსეული მემკვიდრე, იმიტომ რომ დიდი მამობის შვილობა ურთულესი ტვირთია. ისტორიამ ბევრჯერ დაადასტურა და იშვიათად ხდება, რომ დიდ მამას დიდი შვილი მოსდევს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად შვილები მამის კომპლექსებში იზრდებიან და მათი აჩრდილების მსხვერპლი ხდებიან და აი მე ვფიქრობ, რომ შევჩერდეთ. ავიდა ალექსანდრე. რამდენი წლის არის ამ დროს? 20 წლის. 20 წლის ალექსანდრე. ქერონიაში იყო 18 წლის შეტევა რომ გააკეთა იმ თებელებზე, წარმოუდგენელი შეტევა გააკეთა იქ. 20 წლის ბიჭი ავიდა ტახტს. დედამისმა და მისმა ჰეტერებმა გაუწმინდეს გზა ტახტისკენ ყველა კონკურენტი და კანდიდატი მოსპეს, ფიზიკურად გაანადგურეს, მარტო დატოვეს მისი ჭკუათხელი ნახევარ-ძმა ფილიპე არიდეოსი, ორივე შეიძლება რა. ხო და ასე რომ ავიდა ტახტზე. მაშ ასე ძვირფასო მეგობრებო, ვფიქრობ, რომ შევწყვიტოთ, იმიტომ რომ თემა დიდია ძალიან. შემდეგ გაგრძელება ესა პირველი ნაწილი, ანუ ჩვენ გავიარეთ როგორ ადის ტახტზე ალექსანდრე, მისი ბავშვობა, რაც შეგვეძლო, ბევრი რამ გამოვტოვეთ, ბევრი რამ ცნობა, ბევრი რამ ერთმანეთის გამომრიცხავია. სხვადასხვა ავტორები, სხვადასხვა წყაროები, სხვადასხვა რაღაცებს ამბობენ, მაგრამ აი მივყვები ერთ ვერსიას, რომელიც უფრო ლოგიკურია და მძივით არის აწყობილი, ხო? მაშ ასე იდგა ქრისტეს შობამდე 326 წელი და მაკედონიის ტახტზე, მის სატახტო ქალაქში პელაში გამეფთა 20 წლის ბიჭი ალექსანდრე. სწორედ ალექსანდრეს მეფობის პირველი წლებით დავიწყებთ, შემდეგ მოგზაურობა წარსულში, შემდეგ გადაცემას. მადლობა უთხრათ მაყურებელს ჩვენთან ყოფნისთვის. კიდევ ერთხელ შევახსენოთ, თუ კი ვინმეჯერ არ აქვს გამოწერილი დროების YouTube არხი, რომ გამოიწეროს. მოგიწოდებთ მოიწონოთ, გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს, იმისთვის რომ ეს ციკლი გაგრძელდეს და არასოდეს დასრულდეს. ყოველ შემთხვევაში დიდი ხნის განმავლობაში არ გვეჩქარება არის. გქონდეს შესაძლებლობა გუბაზის ამ საინტერესო მონათხრობს მოусმინოთ და კაცობრიობის ისტორიაზე ძალიან მრავალფეროვანი, მრავლისმთქმელი წარმოდგენა შევიქნათ. მადლობა, შეხვედრამდე. წარსული გვიყვება ისტორიებს, რომლებიც ხშირად განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. ამიტომ ჩვენ მოგზაურობთ წარსულში და ვაფასებთ ისტორიულ ფიგურებს და მოვლენებს, რათა უკეთესად გავიგოთ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ. ჩვენ ათეულათასობით ადამიანი გვიყურებს მთელი მსოფლიოდან და იმისათვის, რომ უწყვეტად განვაგრძოთ მოგზაურობა წარსულში, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება. თუ ჩვენი შინაარსი თქვენთვის მნიშვნელოვანია, დაგვიჭირეთ მხარი. თქვენს მიერ გაღებული თითოეული დონაცია არის ინვესტიცია თავისუფალ მედიაში, პლატფორმაში, რომელიც იცავს დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს იდეას, დემოკრატიას და ქვეყნის ევროპულ მომავალს. თანხის ჩარიცხვა შეძლებთ ეკრანზე და ამ ვიდეოს აღწერაში მითითებულ ანგარიშებზე, ასევე QR კოდის მეშვეობით. თქვენი რეგულარული, თუნდაც მცირედი დონაცია ჩვენ დაგვეხმარება გავაგრძელოთ მუშაობა და დავრჩეთ დამოუკიდებლები.